მოვიდა ზოგადად მილიონები აღჭურდა ჩვენ ბანკები გვაქვს იმდენი ზარალები ჩეულიშვილების ოჯახს თითქმის სრული შემადგენლობით განაჩენი გამოუტანეს. მაია რჩეულიშვილი ციხეში, რუსუდან კერვალიშვილიც დღეიდან უკვე ციხეში, გუკა რჩეულიშვილი ციხეში, ვახტანგ რჩეულიშვილი კი უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოს დღეს ვერ ესწრებოდა მაია რჩეულიშვილი. თქვენ უყურებთ რეაქციას, რომელსაც ყოველ სამშაბათს და პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. დღეს სხვა თემით უნდა გავსულიყავით ეთერში, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი სასაუბრო თემა რა თქმა უნდა შეცვალა. ამიტომ დღეს დაანონსებულ საკითხზე ჩვენ სამშაბათს ვიმსჯელებთ, ახლა კი ცენტრპოინტის საქმე და ერთი ოჯახიდან ციხეში გაშვებული რამდენიმე პატიმარი. მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის მოსამართლემ 4 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის არაა მარტივი ამ ეთერის წაყვანა, რადგან რუსუდან კერვალიშვილთან და მის ქალიშვილთან, ნინო დარასელთან მე პირადად წლების უახლოესი მეგობრობა მაკავშირებს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ჩემთვის არის ძალიან რთული ეთერი. თუმცა შევეცდები ეს თემა დღეს რეაქციაში ემოციების მიღმა ორივე მხარის მონაწილეობით გავაშუქო. ძალიან რთულია იმ ადამიანების პრობლემა ვინც დაზარალებულია. რთული არა, ალბათ ურთულესი, რადგან ბევრმა მათგანმა ამ ბინების შესაძენად ლამის მთელი ცხოვრება ჩადო. მაგრამ მთავარი დღეს უკვე არის ის, თითქმის მთელი ოჯახის ციხეში გამომწყდებით, როგორ უნდა ეშველოს სწორედ დაზარალებულებს. ამ წუთამდე არავინ იცის, ვინ აუნაზღაურებს ამ ხალხს ზარალს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას მათ დაკმაყოფილებაზე, მაშინ, როცა კომპანიის ყველა მესაკუთრე პრაქტიკულად განიარაღებულია. რას მოუტანს დაზარალებულებს მათი გაშვება ციხეში? დაზარალებულები დღეს მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ და ბევრად მეტი სასჯელის დაკისრებას მოითხოვდნენ. ეს საკითხი არის პრობლემური, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული. ეს რა თქმა უნდა ნამდვილად არ არის სასიამოვნო. უნდა ვისაუბროთ იმაზე, დაზარალებულებს ამით რა კონკრეტული შეღავათები ექნებათ. ფაქტობრივად არაფერი განაცხადა ქვეყნის სახალხო დამცველმა რუსუდან კერვალიშვილის დაკავების შემდეგ. რუსუდან კერვალიშვილი დღეს სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს. განაჩენის გამოცხადებას ვერ დაესწრო ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელიც უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული. საბოლოო ვერდიქტს საპატიმროში ელოდა მაია რჩეულიშვილი, და მისი ვაჟიც გუკა რჩეულიშვილი, რომელიც ბათუმში მდებარე მაგნოლიას მშენებლობის ეპიზოდზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებულთა არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, რომ თავისუფლებაზე ყოფნით ისინი შეძლებდნენ აღებული ვალდებულებების შესრულებას და დაზარალებულების ეტაპობრივად დაკმაყოფილებას, პროკურატურა დათმობაზე არ წავიდა. გამოძიების ეტაპზე ბრალდებულებს არაერთხელ შევთავაზეთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმ პირობით, რომ 6000-ივე დაზარალებულს აუნაზღაურდებოდა ზიანი და დასრულდებოდა მათ მიერ დაწყებული ობიექტების მშენებლობა. თუმცა ბრალდებულებმა არ გამოიყენეს ჩვენს მიერ შეთავაზებული პირობა და შესაბამისად ჩვენ კიდევ გამოვხატავთ მზაობა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და პირობებზე
ბრალდებულები რჩება ძალაში. თუ ბრალდებულები დათანხმდებიან მას, მზად ვართ საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში გავაფორმოთ, აცხადებს პროკურატურა. საპირისპირო ამბობს დაკავებულების მხარე, რომ 3 წელია ითხოვენ ყადაღის ახსნას ქონებაზე, რაზეც პროკურატურა არ წამოვიდა. ადვოკატი ამბობს, რომ რჩეულიშვილები ყადაღის ახსნის შემთხვევაში აპირებდნენ უძრავი ქონების გაყიდვას, მაგრამ პროკურატურამ ყადაღა არ ახსნა და სულ ცოტა ხნის წინ გავრცელა საგანგებო განცხადება სასამართლომ. მე მინდა ეხლა წაგიკითხო თქვენ ეს განცხადება. თბილისის საქალაქო სასამართლო ცენტრ-პოინტი ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. პირველი ინსტანციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რჩეულიშვილების ოჯახის ქონებას ყადაღა მოეხსნა. ეს ცოტა ხნის წინ გავრცელდა განცხადება. 2017 წლის 31 მარტის განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი თაღლითობის და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რ, ანუ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კ, ანუ რუსუდან კერვალიშვილი. მათ საბოლოო სასჯელით სახე და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას. ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში, ჩვენ ცოტა ხანში ადვოკატისგან შევეცდებით გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს და აი უკვე როგორც მეუბნებიან, ცენტრ-პოინტის ადვოკატი უკვე ხაზია, მე მას მივესალმები. დიდი მადლობა, რომ ხართ მზად განგვიმარტოთ, რას ნიშნავს ის განცხადება, რომელიც ეხლა ამ წუთას მე წაუკითხე ჩვენს მაყურებელს ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ქალბატონო ინგა. ანუ პროკურატურამ ყადაღა ეს განცხადება არის ალბათ ან შეცდომით გავრცელებული, ან არ ვიცი რა შემსახურება. რეალურად ყადაღა მოეხსნა მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთს. ეს არის ის მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო გირაოში ჩადებული 250,000 ლარად. რეალურად ამ ქონების ღირებულება არის დაახლოებით 1 მილიონი ლარი. და პროკურატურამ თვითონ გამარტა გასაგებად, რომ ეს ქონება გაიყიდება აუქციონზე და აუქციონზე შემოსული თანხა პირდაპირ შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ანუ ეს შევა სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს არც ერთი თეთრი არ წავა რომელიმე დაზარალებულისკენ, ქალბატონო მარია, ამას ამბობ. უნდა სერიოზული პრეტენზია ეს შევა ბიუჯეტში და მას არანაირი კავშირი არ ექნება დაზარალებულებთან. რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, არაფერზე ყადაღა არ არის მოხსნილი, დღესაც ყველაფერი დაყადაღებული არის და ეს განცხადება ალბათ ან არასწორად გაგებული განცხადება, ან არ ვიცი რა შემსახურება. ერთი კითხვა კიდევ და დაგემშვიდობებით უკვე ჩვენი სტუმრები უნდა მოვიწვიო ამ სტუდიაში. დღეს პროკურატურამ გაავრცელა ასეთი განცხადება, რომ მთელი გამოძიების პროცესში მიდიოდა გამოძიების მხრიდან მოლაპარაკება გაფორმებული იყო საპროცესო და ამაზე თითქოს არ წავიდა თქვენი მხარე. მითხარით ამ შემთხვევაში რა გაქვთ პასუხი? კი ბატონო, მთელი გამოძიების პროცესში ჩვენ ვეხვეწებოდით პროკურატურას, რომ გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება. არა მათ მხრიდან იყო ეს შემოთავაზება, არამედ ჩვენ ვეხვეწებოდით პროკურატურას, რომ გაკეთებულიყო საპროცესო შეთანხმება, რომ ობიექტებს ეტაპობრივად მოხსნათ ყადაღა, იყო ძალიან მომგებიანი ინვესტორები, რომლებიც სერიოზულ თანხას იხდიდნენ ამ მიწის ნაკვეთის რეალიზაციის შედეგად და აძლევდით გეგმას თუ შემოსული თანხა რომელ ობიექტებს რა დოზით მოხმარდებოდა და ეტაპობრივად დავასრულებდით ობიექტების მშენებლობას, მაგრამ პროკურატურამ არც ერთ ობიექტზე მიუხედავად რეალური დაბა რას ემსახურებოდა დღეს და უნდა დავასრულოთ თქვენთან საუბარი დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებული, გაკეთებული ეს საგანგებოდ განცხადება თითქოს არ წამოვიდა მოლაპარაკებაზე სწორედ მეორე მხარე. დიახ. არ ვიცი რა შემსახურებოდა, ალბათ როდესაც გაავებული დაზარალებულები მიადგა პროკურატურას, ამით მოიწურეს თავი და მოიშორეს დაზარალებულები. მადლობა. არ ვიცი რა შეიძლება. დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ. მაშასე ეს იყო ადვოკატი, რომელიც იცავს რჩეულიშვილების ოჯახის ინტერესებს, არის თუ არა პროკურატურა და სასამართლო ასეთივე მკაცრი და პრინციპული სხვა კომპანიების მიერ დაზარალებულებთან ან თუნდაც გაცილებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებაში. საერთოდ როგორ ფიქრობთ, ესაა სამართლიანობის აღდგენა თუ ესაა პოლიტიკური ანგარიშწორება? დღეს გადავწყვიტეთ ინტერაქტივში ასეთი კითხვა დავსვათ. ქართული ოცნების პირობებში, რომელიც სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა, აღდგა თუ არა ქვეყანაში სამართლიანობა?
გრძელდება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა. ამ ყველაფერს ვუკავშირებ პოლიტიკას, რადგან პირდაპირ აკეთებენ განცხადებას, რომ მე ქრთამს ვაძლევდი მიხეილ სააკაშვილს. ეს განცხადება მაია რჩეულიშვილმა მის მიმართ ბრალის წარდგენის შემდეგ გააკეთა. როგორც ცნობილია, რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც დღეიდან უკვე 4 წლიან პატიმრობაში იმყოფება, გახდა პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ლაპარაკი ზედმეტია, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ, მე პირადად წარმოვადგენ იმ უწყებას, რომელთანაც შემოტანილი ჰქონდათ 5 პროექტი. ძალიან ვცდილობდი, გულწრფელად ვცდილობდი, რომ რომელიმე მათ პროექტს მაინც გაემარჯვა და დევნილებისთვის სახლები აეშენებინათ, მაგრამ არ გამოვიდა არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელშიც დამთავრებული იყო შენობა, იმდენად აბსურდულ დოკუმენტაციამდე მივედით, რომ იმის გასწორება შეიძლებოდა ათეული წლები დასჭირვებოდა. როდესაც ვინმე ლაპარაკობს პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე, ნამდვილად არ მინდა ვინმე იჯდეს ციხეში. მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია ქალებზე, დედაზე, მაგრამ შეიძლება კითხოთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც დაზარალებულად არიან მიჩნეულნი იგივე სასამართლოს მიერ. განაცხადა დღეს დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. რამდენიმე წუთში დაზარალებულები ჩვენთან პირდაპირ ეთერში, სტუდიაში კი წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს. მე მინდა მოვიწვიო პირველ რიგში ნიკა ბერიძე, ცენტრპოინტის კრიზის მენეჯერი, თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი, ნინო ორდენიძე, სამოქალაქო აქტივისტი, მალხაზ გულაშვილი, ჟურნალისტი, ვანო პავლიაშვილი, ჟურნალისტი, ნიკო კახეთელიძე, ურბანისტი, ჩვენთან ერთად არიან ნიკოლოზ მჟავანაძე, ირაკლი ღლონტი, ყავს ასევე მოწვეული სტუდიაში ბევრი ადამიანი, ეხლა შემოგვიერთა ბახვა ბრეგვაძე, მე როგორც ვიცი შემოგვიერდებიან ასევე სხვა სტუმრებიც, აქ იმყოფებიან ცენტრპოინტის კლიენტებიც, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ თუ შეიძლება. რა სიტყვით ნიკა, რა არის ამ წუთისთვის თქვენი სათქმელი? პირველ რიგში მინდა მადლობა მოგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის და რეკლამას გამოვაცხადებ ეთერში და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ბოდიში მოულოდნელი წვეტისთვის ეთერის იმედიად შევძლებ ბოლომდე მშვიდად ჩავატაროთ ეს გადაცემა. ინტერაქტივი მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, აღდგა თუ არა ქვეყანაში სამართლიანობა, კი ან არა. როგორც იცით, ქართული ოცნება სწორედ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა ქვეყანაში. ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რასაც დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა ეხება, თუ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება ერთი კონკრეტული ოჯახის მიმართ. ეს არის ალბათ ძალიან საინტერესო. მე კიდევ ერთხელ წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს. თაკო ჩარკვიანი, ნინო ორდენიძე, ნიკა ბერიძე, მალხაზ გულაშვილი, ვანო პავლიაშვილი, ნიკო კახეთელიძე, ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ასევე ნინო დარასელი, დარბაზში მივესალმები, ბახვა ბრეგაძეს, ირაკლი ღლონც, ნიკოლოზ მჟავანაძე, შემოგვიერდებიან ასევე სხვები ჩვენთანთან არიან ცენტრპოინტის კლიენტები და ასევე პირდაპირ ეთერში რა თქმა უნდა ჩვენ გავესაუბრებით ცენტრპოინტის დაზარალებულებს, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს აპროტესტებდნენ 4 წელს, რომელიც მიუსაჯეს რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს. რამდენიმე წუთში ხაზზე იქნებიან სწორედ თამარ ფირცხალაიშვილი, ირმა თხელიძე. მანამდე მე მინდა დაუსვა კითხვა ნიკა ბერიძეს, ის არის ცენტრპოინტის კრიზის მენეჯერი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ნიკა, რა არის დღეს თქვენი სათქმელი? აი შეკითხვა, რომელიც მე დავსვი გადაცემის შესავალში, ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება იმ ოჯახის მიმართ, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ დაუშვათ მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, ასევე რუსუდანი, თქვენი მეუღლის დედა, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუ ეს არის სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში მიღებული გადაწყვეტილება. დიდი მადლობა ინგა პირველ რიგში სტუდიაში მოწვევისთვის და მარჩეულებრივი საშუალებისათვის, რომლის შედეგადაც ვეცდები, რომ მოკლედ და კონკრეტულად ავხსნა არსებული მდგომარეობა. მე პირველ რიგში გამოვრიცხავ აქ პოლიტიკურ ანგარიშწორებას, მიუხედავად იმ ყველა ჩამოთვლილი ფაქტისა, რაც თქვენ ახსენეთ. ეს არის ელემენტარული პრობლემა, რომელიც წარმოიქმნა 2007-2008 წელს ყველასთვის ცნობილი სოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოში იმ პერიოდში ომიდან გამომდინარე და ამიტომ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა პოლიტიკური ანგარიშწორებაზე იყოს საუბარი, იმიტომ რომ როგორც ყველამ ვიცით, ამ ამბების შემდეგ ძალიან ბევრი ოჯახი, ათასობით ოჯახი
დარჩა უსახკაროდ და მათ შორის უამრავი იყო ისეთი, რომელსაც ამ ქონების მეტი არაფერი გააჩნდათ. ამიტომ არავის არაფერი არ გვიკვირს, პირიქით კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ეთერის საშუალებით ბოდიში გადაუხადო ყველა ამ ადამიანებს, ვინც იზარალა ცენტრპოინტის ხელშეკრულებით, ასე ვთქვათ, რომელიც მათ ჰქონდათ გაფორმებული 2007-8 წლებში. და მოკლედ და კონკრეტულად მინდა ვისაუბრო დღევანდელ არსებულ სიტუაციაზე. ნიკა, მე მინდა რომ ერთად მოვისმინოთ ჩვენ ყველამ რას ფიქრობს, რაში არის გამოსავალი, რას ფიქრობთ თქვენ ყველანი. მანამდე მოდით ჩავთავ პირდაპირ ეთერში ერთ-ერთ დაზარალებულს ქალბატონ თამარ ფირცხალაიშვილს მოვუსმინოთ, შემდეგ თქვენგან ალბათ რა გამოსავალს ხედავთ თქვენ ამ შექმნის სიტუაციაში. მადლობა ქალბატონ თამარ რომ მიმყოფებით ჩვენთან ერთად. მე მინდა მოვისმინო ახლა რა არის თქვენი პოზიცია მე გადაცემის შესავალშიც ვთქვი რომ ეს არის უმძიმესი პრობლემა დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანისთვის იმიტომ რომ წლების განმავლობაში ადამიანები რომლებიც ელოდებოდნენ სახს დღეს ისინი იდგნენ და აპროტესტებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას რატომ არ დაეთანხმეთ ამ გადაწყვეტილებას შეგიძლიათ გითხრათ მოგესალმებით ქალბატონო ინგა დიდი მადლობა ასე ქუჩიდან ჩართვისათვის ჩვენ ქუჩაში ვართ დარჩენილები მართლაც უმჯობესი იქნებოდა რომ ჩვენ სტუდიაში ყოფილიყავი და თვალებში ჩაგვეხედა იმ თაღლით და მოდგმისათვის ვინც თქვენ სტუმრად გყავთ მოყვანილი ქალბატონო თამარ მოდით მე განმარტავ რატომ არ მოგიწვიეთ სტუდიაში და მე მოგცემ შემდეგ ქალბატონო ინგა მართალაც შეიძლება გამომახატინეთ ჩვენი აზრი კი რა თქმა უნდა ამიტომ მოგიწვიეთ პირადად ჩემს ხელშეკრულებაზე წინარე ხელშეკრულებაზე ნიკო ბერიძეს აქვს ხელი მოწერილი სადაც შავით თეთრზე წერია რომ იმ შემთხვევაში თუ ცენტრპოინტი ვერ შეასრულებდა თავის პირობას და 2009 წლის მარტში ვერ დაასრულებდა მშენებლობას თანხას მიბრუნებდა უკან მაგრამ ნიკო ბერიძე გიზით ახლა სტუდიაში რომელმაც აგვიკლო ლანძღვა გინებით მთელი დღე სასამართლოში და რა შეასრულა რომელი ხელშეკრულება შეასრულა ერთი ძალიან მაინტერესებს ჩვენ 6200 ოჯახი დარჩენილი ვართ ქუჩაში რის გამო იმიტომ რომ ნიკო ბერიძის შვილს ესწავლა ლონდონში ჩვენი შვილები სხვის კარზე არიან დღემდე სხვის კარს შეფარებულები რა დავაშავეთ მონებად გვაქციეს რჩეული შვილება ეს ხოვება მაგათი ხარკი უნდა გვეხადა ჩვენ რატომ რისი გულისთვის ჩვენ მათ ვენდეთ მესმის რომ თქვენ მათ აშენებულ ბინაში ცხოვრობთ მაგრამ ჩვენზე მოიფიქრეს უკვე პირამიდა ფინანსური პირამიდა რის იმ ხვერპლიც აღმოჩნდით ზუსტად წინასწარი იყო გათვლილი ყველაფერი რომ ჩვენთვის ფულები წაერთნიათ ამათ და მერე მოიგონეს DGG-ს გადახდა დექსუსის დროს მერე მოიგონეს კომუნიკაციების ქალბატონო თამარ დღევანდელობაზე მინდა ერთი კითხვა რომ დაგისვათ მომეცით საშუალება ნომერი პირველი გამაკვირვა თქვენმა რეპლიკამ რომ მესმის თქვენი რომ მათაშენებულ სახლში ცხოვრობთო მე არ ვცხოვრობ ნაჩუქარ სახლში მე ვცხოვრობ ჩემს შეძენილ ჩემი საკუთარი არა უცნაური იყო თქო თქვენი რეპლიკა ამაზე მე პასუხი უნდა გამეცა მე ამ რეპლიკაში რაღაც უცნაური ტექსტი და კარგით ამაზე ნუ ვიდავებთ მეორე რატომ არ მოგიწვიეთ სტუდიაში პირდაპირ გეტყვით უზნეობად მიმაჩნდა რომ დღევანდელი გადაცემა აი აქ სტუდიაში გადამეტანა შოუს ელემენტებში იმიტომ რომ მე მესმის რა მძიმე მდგომარეობაში ხართ თქვენ და ჩვენ აქ ჭუბს ასე აი ამ ნიშნულოვან საკითხზე ვერ მოვაწყობთ მაგრამ თაღლითებს ამის გაგება არ სურთ არა მე განგიმარტეთ რატომ ვაკეთებ თუ ამ პირდაპირ ჩართვას იმიტომ რომ ჩემთვის არ არის სულ ერთი რას ფიქრობს ნებისმიერი ჩემი სტუმარი და თქვენ არის ფიქრობთ რომ თქვენ აქ იმიტომ არ მოგიწვიეთ რომ მე თქვენი აზრის გაჟღერება არ მინდა არ მოგიწვიეთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ უზნეობად მიმაჩნდა ამ თემაზე ამ დარბაზში ერთმანეთში ეჭხუბათ ორი მხარის წარმომადგენლებს ეხლა მითხარით თუ შეგიძლიათ 15 წელია ჩვენ არავისთან არ გვიჭხუბია აბსოლუტურად ჩვენ გულის გამოვხატავით მაგრამ რჩეულიშვილებს ჩვენი არ ესმოდათ ოფისში მოსალაპარაკებლად მისულებს ჩვენ მხოლოდ შეურაცხყოფა გქონდა აქეთ და დაცინვა რისი გულისთვის უნდა გვეხადა მათთვის ხარკი ჩვენ სრულად გვაქვს დაფარული თანხები რა თანხებს გხოვენ ეხლა ხელახლა მათ უცხო სპონსორები რომლებსაც აბრალებენ ვითომ ააშენებენ სახლებსო და ეს კიდევ 15 წელი გაიწელება არ ვენდობით
რჩეულიშვილების მოყვანილ ინვესტორებს, ამიტომ თქვენთვის რა არის ეხლა მნიშვნელოვანი, რომ სასწრაფოდ ანაზღაურდეს ზარალი? კარგით, ქაბატონო თამარ. უნდა აკონტროლოს თითოეული თეთრი, რადგან თაღლითებს აღარ ვენდობით. ხედავთ სოზარ სუბარსაც სურდა დახმარებოდა მათ აეშენებინა ტოლვილებისთვის სახლები, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ საბუთები არ აქვს მათ წესრიგში. კარგი, დამას მევინე, თუ შეიძლება ერთი კითხვა, აი დღეს თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? მე ვნახე რომ თქვენ აპროტესტებდით მისჯილ 4 წელს, თქვენ მოითხოვდით უფრო მეტი მიესაჯათ, ალბათ ბევრმა ადამიანმა დაგისვათ ეს კითხვა, რომელსაც მე კიდევ ერთხელ დაგისვამთ. რა არის დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები ისხდნენ ციხეში, თუ მათ ბოლომდე მიიყვანონ თავისი შესასრულებელი ვალდებულება და როგორ ფიქრობთ თქვენ, რას მოგიტანთ ამ ადამიანების ციხეში ჯდომა? ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია სწორედ საპროცესო გარიგებით, შესაძლებელია სწორედ რაღაცა მთელი რიგი გამოსავლის ძებნაში უკეთესი იყოს, რომ გარეთ გამოსულებმა თქვენ შეგისრულონ დანაპირები ბოლომდე? რჩეულიშვილებს არ ვენდობით არც ციხეში და არც გარეთ. 15 წელია მაგათთან გვაქვს ურთიერთობა და ჩვენი სიცოცხლე მიიყვანეს თითქმის უკანასკნელ დონემდე, მაგრამ ამ პერიოდში იმის მაგივრად რომ თავი დამნაშავედ იგრძნონ, იქით მოიგონეს ავადმყოფობა. ვახორ რჩეულიშვილი უკანასკნელ დღეში იყო, თითქოს ასე ვიცოდი და დღეს ინტერვიუებს იძლევა. ეს არის მოგონილი ავადმყოფობა ყველაფერი. იმის გულისთვის რომ სამართალს გაექცნენ. არ ვართ კმაყოფილი ზუსტად იმიტომ რომ მოსამართლეს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ჩამოეშორებინა თაღლითები კომპანიის მართვას, გადასცემოდა რეალურ მენაშენეს, არანაირ რჩეულიშვილებისგან ჩვენ არ ველოდებით არაფერს სიკეთეს. არასოდეს, იმიტომ რომ ხელშეკრულებები, რომლებიც გვაქვს დადებული, იმ თქვენ ავადსახსენებელ მარი ცუცქირიძეს აქვს დიდი წვლილი. ქაბატონო თამარ, მე მოგვიანებით კიდევ დავსვავ თქვენთან შეკითხვას, მაგრამ კი ბატონო, მადლობა, მე მოგვიანებით სხვა დაზარალებულებსაც დაუსვავ შეკითხვას. ახლა კი მინდა კიდევ ერთხელ სტუდიაში გადმოვინაცვლო და განმარტო, რატომ არ მოვიწვიე ეს ადამიანები ამ სტუდიაში. მე ამას მაყურებლისთვის განმარტავ, თუ შეიძლება, მე მესმის მათი მდგომარეობის უკიდურესი სიმძიმე, მაგრამ არ ჩავთვალე პირადად, მე ვარ ამ გადაცემის ავტორი, საჭიროთ რომ დღეს ამ დარბაზში შეხლა შემოხლა ყოფილიყო. ნიკა, აი ესეთი მძიმე არის მათი მდგომარეობა. თქვენ რაში ხედავთ დღეს გამოსავალს? ჩვენ ადვოკატისგან მოვისმინეთ, რომ ეს ყადაღის მოხსნა არ ეხება მთლიანად ქონებას. აი მითხარით თუ შეიძლება, რას უპირებთ აი ამ ხალხს, რომც წამოვიდეს მოლაპარაკებაზე, საპროცესო შეთანხმება რომ შედგეს და ასე შემდეგ. რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს? პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ ის, რომ არავინ არ აპირებს არაფერზე წამოსვლას, პროკურატურას აქვს ცალსახად დამოკიდებულება იმის შესახებ, რომ არ აპირებენ ისინი ყადაღის მოხსნებს მშენებლობაზე. მოგეხსენებათ, რომ მშენებლობა არის ისეთი პროცესი, როდესაც თან თუ არ ექნება დართული გაყიდვები, მშენებლობის პროცესი ყოველთვის რთულია მშენებლობის დასრულება. ჩვენ ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ობიექტი არის დაყადაღებული, შესაბამისად გვქონდა პრობლემა იმისი, რომ ძნელი იყო ინვესტორის პოვნა, იმ შემთხვევაში, როდესაც ობიექტი იყო დაყადაღებული, მაგრამ მიუხედავად ამისა 2016 წლის ზაფხულს, როდესაც შეიქმნა კრიზის მენეჯმენტის ჯგუფი, სულ რამოდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ მოლაპარაკება რამოდენიმე საინვესტიციო ჯგუფთან და ჩამოვთვლი ამას მე შემდგომ, რომლებმაც გადაინაწილეს ცენტპოინტის არსებული მშენებლობები და ეს მოხდა ცენტპოინტის დამფუძნებლების კეთილსინდისიერი და აბსოლუტურად თავიანთი გადაწყვეტილებით იყო, რომ მათ უარი თქვეს მათ კუთვნილ ქონებაზე, უარი თქვეს ყველაფერზე, რაც მათ საბოლოო ჯამში უნდა მათი კუთვნილი ქონება უნდა ყოფილიყო და აი ამის ხარჯზე სწორედ მოხდა კომპანია X-ორთან მოლაპარაკება, რომლებმაც მიუხედავად ყადაღისა აიღეს თავის თავზე, გაითვალისწინეს ჩვენი მდგომარეობა, გაითვალისწინეს ამ 6000 ადამიანის
მდგომარეობა, თუმცა აქვე მინდა ჩავამატო ის ფაქტი, რომ ეს 6,000 სიტყვა, რომელიც ხშირად მუსილებს, არ არის სწორი და არ ექვემდებარება სიმართლეს. 6,000 ხელშეკრულება ცენტრპოინტის არსებობის ისტორიაში არის სულ გაფორმებული, აქედან დაახლოებით 2,000-მდე დაკმაყოფილებულია, დარჩენილი არის სულ 4,000 ოჯახი. და თქვენ შეგიძლიათ დღეს ამ 4,000 ოჯახის დაკმაყოფილება, მე კიდევ დაგისვავთ კითხვას, ყველა სტუმართან მაქვს მე კონკრეტული შეკითხვები. დიახ, შეგვიძლია, იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოიძებნა უკვე შემიძლიათ ამ თქვა ორი უმსხვილესი და უძლიერესი საინვესტიციო ჯგუფი. პირველზე მოგახსენებთ, ეს არის კომპანია X2, რომელმაც თავის თავზე აიღო ყიფშიძის ობიექტი, აიღო ბაკურიანის ობიექტი, აიღო გრწანისის ობიექტი, აიღო ხოშარაულის მეორენალი და აიღო ხოშარაულის ხერხი, რაც გულისხმობს 2,200 ოჯახის დაკმაყოფილებას. ანუ დარჩენილი 4,000-დან გამოვაკლოთ ეს 2,200 და დარჩენილ მობინადრეებზე ჩვენ მოვახდინეთ მოლაპარაკება ინვესტორთან, რომელმაც ასევე თავისი ყოველგვარი თქვით ინვესტორი, რომელიც არის მზად რომ დააკმაყოფილოს ეს ხალხი? ჩვენ ორი ინვესტორი, რომელთანაც ერთი ხელი გვაქვს უკვე მოწერილი X2-თან, რომელმაც თავის თავზე აიღო 2,000 ოჯახის დაკმაყოფილება და დაიწყო ეს ფაზა. დაიწყო მშენებლობები და ამას დაგვიმოწმებენ. მე სტუდიაში ვხედავ ადამიანებს, ვინც არიან ამ ობიექტებზე მაცხოვრებლები და ალბათ ისინი ჩემზე უკეთესად იტყვიან და როგორ მიდის ამ პერიოდის განმავლობაში და დარჩენილ ადამიანებზე, რაზეც თქვენ მეკითხებით, ჩვენ მოველაპარაკეთ და დავასრულეთ მოლაპარაკება ინვესტორთან, რომელიც უახლოესი 3 კვირის განმავლობაში წარმოადგენს ყველანაირ დოკუმენტაციას იმის შესახებ, რომ დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე მოახდენს ინვესტირებას კომპანია ცენტრპოინტში ზუსტად აი იმ დარჩენილი დაზარალებული მაცხოვრებლების დასაკმაყოფილებლად. მადლობა ნიკა, მე დაგისვავთ შემდეგ კიდევ კითხვას, მანამდე მინდა მოდით მოვისმინოთ თითოეული თქვენგანის რეაქცია. დავიწყოთ საუბარი იმაზე, რა არის თქვენთვის დღეს ეს რეალობა, რაშიც აღმოჩნდა ცენტრპოინტი, რაშიც აღმოჩნდნენ დაზარალებულები და ყველაზე მთავარი სამი პატიმარი ერთი ოჯახიდან დღეს უკვე რუსუდან კერვალიშვილის სასამართლოშივე დააპატიმრეს. თაკო დავიწყოთ თქვენგან თაკო ჩარკვიანი, თქვენი რეაქცია და შეფასება. არა, საერთოდ უმძიმესი ეთერია ყველასთვის, ვინც აქვს ხედავთ. ძალიან რთული მდგომარეობა, ვინც ახლა ეს მოისმინა, ყველა შევდივართ იმ ადამიანების მდგომარეობაში, წარმოიდგინეთ ქუჩაში დარჩენილი ადამიანები წლების განმავლობაში და ზოგს ვიღაცა დაეხოცა და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა მე მინდა რომ იცით ძალიან კარგად თქვით წეგან რომ რაღაცა არ დაემსგავსოს აი ტიპიურ რაღაცნაირ გადაცემას. აი რაღაცა გამოსავალი აბსოლუტურად უბრალოდ რაღაც არ მიმაჩნია სწორედ შენთან ვარ გეთანხმები. მე ნამდვილად არ მოვიდოდი რომ მწოდნოდა თქვათ რომ აი მარტო ერთი მხარეა და კიდე დაზარალებულები უნდა მოსულიყვნენ, მე სულ არ მომიდებოდა აქ ყოფნა. იმიტომ მოვედი რომ რაღაცა ამ ადამიანებისთვის ჩვენ რაღაცა გამოსავალი დავინახოთ სადღაც, აი გვირაბის ბოლოს შუქი იქნება, აი ხა დარბაზიც მოვიშველიოთ, ყველამ ერთად, აი ხა ეს ის შემთხვევა არის, რომ ვიღაცის მომხრე აქ არ არსებობს, რომ აი ეს გამოსავალი აღმოჩნდეს რაღაცა სამომავლოდ კონსოლიდაციის, რაღაცა, ასე ვთქვათ, საწყისი. აი ხა მე რას ვფიქრობ, იცით? კიდევ ერთხელ მინდა მათ უთხრა, რომ ერთი წამით რომელიმე, რომელიც ახლა იქ დგას არ იფიქროთ, სანამ არ დავასრულებ საუბარს, რომ მხოლოდ თქვენს მდგომარეობაში შევდივარ ჯერ და მხოლოდ აქედან გამომდინარე ვფიქრობ სულ ეს დღეები, იმიტომ რომ ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს. მე რამდენად ერთხელ მოვისმინე, ვიცი რომ 5 მილიონს ითხოვდნენ. ეს მახსოვს ძალიან კარგად სახელმწიფოს და მინდა რომ თქვენ გკითხოთ და არ მოხდა ამის გადაცემა. ეხლა ვიღაცამ იქ მიმიწერა მე რაღაცა პატია სტატუსი მქონდა რომ აქედან არაფერი არავინ არ მიიღო მეთქი და სახელმწიფო რატო უნდა ერეოდეს ბიზნესში? არავითარ შემთხვევაში. სახელმწიფო არასოდეს არ უნდა ერეოდეს ბიზნესში. მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა არის. თუ მას სურს რომ გაითვალისწინოს
წლების განმავლობაში ბიზნესის რყევა საქართველოში და ალბათ ყველა აქ დამეთანხმება, რომ ხელისუფლება თუ ერთი, თუ მეორე, თუ მესამე მუდმივად ძალიან ცუდად იქცევა და ზოგადად ხდება ბიზნესის და არა მხოლოდ ბიზნესმენების საქმიანობის რყევა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოში ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ბიზნეს ყოველთვის მიბმული არიან ადამიანები, შედეგად ვიღებთ აი ამას, რაც ჩვენ ახლა მივიღეთ. აი ამ შემთხვევაში მგონია, რომ ინტერესი, ვინაიდან ვებერთელა ფართია აქვთ აშენებული რჩეული შვილებს თავის დროზე. და ეს ჩემი სიტყვები არის, მე საქმეს ჩავხედე, რომ მოვიდიოდი, მაინტერესებდა. აი გამომდინარე ამ ფართიდან, რამდენიმე მილიონია, ხომ? ეს ფართი. აი 1 მილიონი კვადრატი. ეს არის წარმოუდგენელი სიდიდის ფართი. გამომდინარე აი ამ მშენებლობიდან, მე ვფიქრობ, სახელმწიფოს დაინტერესება მეტი უნდა ყოფილიყო, რომ როგორმე კონტროლზე მიესვათ საგადასახადო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არავის ხელში არ ყოფილიყო თანხა, ინგა, ხო ხვდებით რას ვამბობ. მხოლოდ მათი კონტროლის ქვეშ მომხდარიყო მხოლოდ იმ ინტერესით 5 მაგი დარჩებოდა სახელმწიფოს, დაინტერესება იქნებოდა ინვესტორის და აი ეს ადამიანები სახელმწიფომ არ შეუწყო ხელი, რომ ამ კომპანიას თავისი ვალდებულებები მიეყვანა ბოლომდე. კარგით, მოდით მალხას ხალხი, ჯოჯოხეთ გამოვლილი ხალხი, რომელიც ახლა ქუჩაშია. მერწმუნეთ არ იქნებოდა ქუჩაში და ეს ერთი ოჯახი, რომელიც პრაქტიკულად მე ვფიქრობ, რომ ალბათ არ ეწყინებათ ახლა, იმიტომ რომ მე მათი მომხრეებიდანაც დღეს წავიკითხე ზოგმა გამოთქვა ჩვენი პოზიცია, რომ ამოწყვეტის პირას მივიდა ეს ოჯახი და დღეს ჩვენ ამას ვხედავთ. ეხლაც არ არის გვიან. მე ვიცი ერთი ქვეყანა, ეხლა დავასახელებ. დღეს აი ვიქეკებოდი მთელი დღე ანოსთან ერთად მაინტერესებდა, იმიტომ რომ რაღაცა შედეგი ხო უნდა გქონდეს, აი არ გავიდეთ სტუდიიდან ჩვენ, ისე რომ რაღაცა აი არ გვეჭიროს ხელში. მაგალითად ნორვეგიაში სულთლად ასეთი არა, მაგრამ მაგვარი შემთხვევა იყო, იქ მედიატორის როლი ითამაშა სახელმწიფომ, ესეთი სიტყვა მედიატორი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაკონტროლებლის როლი სესხი იყო ვებერთელა გამოყოფილი და მინდა გითხრათ, რომ იქ არ იყო ასე ვთქვა თვითმიზანი სახელმწიფოს. მე მგონია, რომ რაღაცა ცოტა ასე მგონია, რომ რაღაც თვითმიზნად ხო არ იქცა მეთქი, თუმცა მე არ მოვედი დღეს, იმიტომ რომ ან პროკურატურა დავადანაშაულა. მაგრამ ეჭვები გაქვთ, რომ მიზანი ხო არ იყო ის, გასაგებია. კარგით, მე საგანგებოდ მოვიწვი ამ სტუდიაში ისეთი ადამიანები, რომლებიც ღია მხარდაჭერითაც გამოირჩევიან ხელისუფლების მიმართ, ერთ-ერთი არის მალხაზ გულაშვილი. მალხაზ, წავიკითხე ძალიან ბევრი ადამიანის პოსტი სოციალურ ქსელში ხელისუფლების მხარდამჭერთა, კიდევ ერთხელ გულისხმობ, რომლებიც ასევე წერდნენ, რომ მათთვის ბევრი კითხვა არსებობს, მაგალითად, რა საჭირო იყო ამ ადამიანების დაპატიმრება და ხომ არ ჯობდა, რომ ისინი გარეთ იყვნენ და ხომ არ ჯობია, რომ გარედან დაასრულონ თავისი ვალდებულებები. დიდი მადლობა მოწვევისათვის, ინგა, მე მინდა გითხრა, რომ ჟურნალისტურ გმირობას ჩადიხარ, როცა ესეთ მდგომარეობაში მიყავს გადაცემა და მე მგონი მისასალმებელია. კარგით, მადლობა. ეს რაც შეეხება რაც შეეხება ცენტრპოინტის საქმეს, ახლა მე დიდი ხანია ვიცნობ მაიასაც, ვახოსაც, რუსუდანსაც და ადამიანურად შემძრა ამ ოჯახის ფაქტიურად რაღაცა პრესში მოყოლამ, რომელშიც ვხედავთ, რომ ის მოყვა, მაგრამ მეორე მხრივ ისიც ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც მთელი წელი აგროვებს ფულს იმის გულისთვის, რომ სახლი იყიდოს და ის სახლს ვერ იღებს, ეს არის ძალიან ცუდი ამბავი. მე რატომღაც გონია, რომ სახელმწიფო არიდებს თავს ამ საკითხის კონკრეტულ გადაწყვეტას, იმიტომ რომ მათი დაჭერით ეს საკითხი არ ამოიწურება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მე აბსოლუტურად ვეთანხმები თაკოს იმაში, რომ სახელმწიფო პროაქტიურად და სხვანაირად უნდა ჩარეულიყო ამ საკითხის დარეგულირებას. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო შეეძლო ისე ჩარეულიყო ამ საქმეში, რომ ციხეში არ წასულიყო მაგალითად დღეს რუსუდან კერვალიშვილი, ან უფრო ადრე მისი ოჯახის სხვა წევრები? კრიზის მენეჯერი ბრძანებს ბატონი ნიკა, ხო? თუ არსებობს ესეთი ჯგუფი, რომლებიც იღებს ვალდებულებას, მაშინ გამოდის, რომ რაღაცა კომპანია დაინტერესებულია ხო ამ საკითხის მოგვარებაზე. თუნდაც ცენტრპოინტი ავიღოთ ზოგადად. საკმაოდ დიდი ფართია ამ კომპანიას აშენებული. ხო, ეს ხო არ არის ის კომპანია MMM-ი რო იყო, რომ პირამიდა ააშენა და გაიქცა. ეს ფაქტი ხო სახეზე აშენებულია. კიდე არის ოლიმპიური ვარსკვლავი ეგეთი. რაღაც კრიზისის პერიოდში მოხდა 2008 წელს მოხდა ამ ყველაფრის გაჩერება. ეხა
თქვენ პოლიტიკური ნაბიჯი ახსენეთ კი, რა თქმა უნდა, ეხლა სააკაშვილი რომ ამ კომპანიას და სხვა კომპანიებსაც აყაჩაღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცე-სპიკერი იყო რუსუდან კერვალიშვილი, ახლა ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხო? და რატომ აქეთა მხარეს არ მიყავს თუნდაც გამოძიებას? მოდი მალხაზე დაასრულეთ კი ბატონო. რო ამ მიმართულებით წაიყვანოს, როგორ ეს იყო კონკრეტულად იმ პერიოდში, როცა 2008 წელს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო სააკაშვილმა დაიწყო ომი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ცხინვალში და მარტო ეს მშენებლობა კი არ გაჩერდა. მასობრივად გაჩერდა მშენებლობა. ბევრი მშენებლობაა ბათუმში გაჩერებული. ბევრი მშენებლობაა თბილისში გაჩერებული. რომელიც რატომღაც ვიღაცა ფიქრობს, რომ ვიღაცა მოვა უცხო პლანეტელი და ეს გააკეთებს. ვერავინ ვერ მოვა. ანუ კითხვა გიჩნდებათ, რატომ ეს კომპანია და რატომ დაუშვათ მაშინ იგივე. მეუბნებიან, რომ ერთი ჩართვა უნდა გავაკეთო, ეხა აუცილებლად რომელიც ნინო დარას 6000 კაცი, რომელიც პრინციპში ქუჩაშია დარჩენილი, ხო? სანუკვარის სახლი, რომელიც მათ ეკუთვნოდათ, ვერ მიიღეს. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება აგროვებს ფულს, რაღაც სახლი კონდეს და ჭერი კონდეს და ის სახლს ვერ იღებს, ну, წარმოუდგენელია ეს რაღაცა, მაგრამ იქნება რაღაცა ფორმა გამოიძებნოს ისეთი, ან შეღავათიანი კრედიტის სახით. ან ეს 6000 ადამიანი ხო ჩვენი მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქეა, ხო? ევროკავშირისკენ მივდივართ ინტეგრაციის გზით და უამრავი მაგალითი არსებობს ბევრ ევროპის განვითარებულ ქვეყანაში, სადაც მსგავსი ტიპის საკითხებში სახელმწიფო ძალიან აქტიურად ერევა და არეგულირებს საკითხებს. მადლობა დიდი, ჩვენ ეკახოფერია შემოგვიერთა, ნათია ფოფხაძე, ბახვაც ჩვენთან ერთად, მანამდე ვიდრე დაგისვავთ შეკითხვას, ნინო დარასელი უნდა ჩავთო, ეხა პირდაპირ ეთერში ნინო, მადლობა დიდი რომ ხარ ჩვენთან. მე დღეს გადაცემა ასე გავხსენი, რომ ჩემთვის ეს არის თქო ერთ-ერთი ყველაზე რთული ეთერი, იმიტომ რომ პირდაპირ და ასე ფარავად თქვი შესავალში, რომ მე დღეს მიწევს ჩემი მეგობრის ოჯახზე საუბარი, თუმცა დამეთანხმები, რომ ძალიან მძიმე არის იმ ხარის მდგომარეობაც, მე ვგულისხმობ დაზარალებულებს, რომლებიც ასე ცრემლებამდე მისულები ყვებიან პირდაპირ ეთერში, რომ მათ მთელი ცხოვრება ჩადეს სახლებში, რომელიც არ აქვს. მადლობა შენ და რა არის დღეს შენი სათქმელი, შეგიძლია გითხრა? ინგა ძალიან დიდი მადლობა შენ იმისათვის, რომ ყოველთვის ინტერესდები, ყველას ბედით აბსოლუტურად. მე კი შენი მეგობარი ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ მეც რო არ ყოფილიყავი, ყველა შენ თემით ისედაც თემას ისედაც რა თქმა უნდა. ერთნაირად საინტერესო. ეხა პირველ რიგში რა თქმა უნდა, ისევე როგორც დედაჩემმა თავის ბოლო სიტყვაში მინდა ბოდიში მოუხადო ყველა დაზარალებულს, რომ სამწუხაროდ ისინი მიებენ ჩვენს პრობლემას და სამწუხაროდ მათი ბედი მოება ჩვენს პრობლემას, რასაც ქვია ცენტრპოინტის პრობლემა. მაგრამ ამაში ყველაზე როგორ გითხრათ, ჩვენ ზუსტად ისეთივე დაზარალებულები ვართ, როგორც ისინი. მე ჯერ ესეთი დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მინდა ვთქვა, რაც შეეხება რუსტან კერვალიშვილის დაკავებას, მანამდე მაიარჩეულიშვილის და ასე შემდეგ, რაც მოხდა საერთოდ ჩვენ სიყვარული, რომ მე არ მახსენდება საქართველოში მსგავსი პრეცედენტი, რომ თქვა თუნდაც ეკონომიკური დანაშაულისათვის, აი ესე გაეწიროთ ერთი ოჯახი. თან ამ გაწირვას და დაჭერას რო ქონდეს რაღაცა შედეგი, დადებითი შედეგი, რა თქმა უნდა, დაჭერას დედაჩემს და დაკავებას ჯერ კიდევ 2013 წელს ითხოვდა მაიარჩეულიშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, რომ იმ დიდი ქონების სანაცვლოდ, რომელიც ახლა დაყადაღებული ამდენი წლები, დაესრულებინა ის მშენებლობები და თუ კი მაშინ დაზარალებულები იყვნენ, რამდენიმე წელი იყო გასული, რაც პრობლემები შეიქმნა, ახლა უკვე პლუს 4 წლის დაზარალებულები არიან ისინი ჩვენც და ის, რაც მანამდე აშენებული იყო, ნახევრად მაინც ის არის ამორტიზებული, ადამიანები ბევრად უფრო გაღატაკებულები და ანუ ყველაფერი ბევრად უფრო ცუდისკენ წავიდა. ყველაფრის გაკეთება შეიძლება ბევრად უფრო ადრე. ის, რასაც დღეს მაგალითად პროკურატურა თქვათ გავრცელდა, რომ დავაზობს რაღაც საპროცესო დახმარებას, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია თუ ესეთი გონიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად კითხვაც კი არ არის, დავთანხმდებით თუ არა ამაზე, მე ესე ვფიქრობ, ნიკაზის სტუდიაში და იგი ბევრად უფრო არის დეტალებში გარკვეული და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე საუბარიც კი არ არის და ამას ვითხოვთ ზუსტად ამდენი წელიწადია და ძალიან მიხარია თუ რაღაცა შეთანხმებიდან მაინც მივალთ, იმიტომ რომ ეს ხარ შეიძლება ეს წამება, რომელიც ჩვენ და დაზარალებულებს გრძელდება ბოლო ბევრი წელია, გაგრძელდეს უსასრულოდ. თან 2008 წელს შეექმნა ყველას პრობლემები, ხო? ეს იყო
სამშენებლო კრიზისი იყო მთელ მსოფლიოში, ფინანსური კრიზისი და პლუს ჩვენთან დაემთხვა ომი, ხო? ამის შემდეგ სახელმწიფო ყველა მენაშენი აბსოლუტურად საქართველოში ცნო დაზარალებულად. მათ შორის ცენტრპოინტი, უბრალოდ ცენტრპოინტი იყო ყველაზე დიდი კომპანია და შესაბამისად ჰქონდა ყველაზე მეტი ვალდებულება, იყო ყველაზე წარმატებული კომპანია, მაგრამ აი მე ვფიქრობ, რომ ცენტრპოინტი ზუსტად თაკო ჩარკვიანმა თქვა იმ პოლიტიკურ ყევებზე, ხო? რამაც შესაბამისად ეკონომიკური ყევები გამოიწვია, ზუსტად მაგას ვამბობ, რომ აი ცენტრპოინტი არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ერთდროს ყველაზე წარმატებული კომპანია სახელმწიფოში აი ესეთი ყევების შედეგად გახდეს ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი და დღეს აი ესეთ შედეგებამდე მივიდეს, ხო? ამას მოყვა უამრავი აი ადამიანური ისტორიები, გაუბედურდნენ ადამიანები, გაუბედურდით. ჩვენც და დღეს მივედით იქამდე, რომ გარდა იმისა, რომ დაზარალებულები დარჩენ დაზარალებულება, პლუს ჩემი ოჯახის წევრები ციხეში არიან და ასევე ვახტანგ შეულიშვილი იმყოფება ძალიან მძიმე ჯანმრთელობის ნინო, გამოსავალს რაში ხედავ შენ პირადად, მითხარი და მე გამოსავალს იმაში ვხედავ, რაც დღეს შეიძლება უკვე დადგეს. დიახ. ძალიან დიდი ხნის წინ შევთავაზეთ ჩვენ ეს გამოსავალი, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ქონება არსებობს. ჩვენ ნამდვილად ჯიბეში ფული სამწუხაროდ არ გვიდეს, სწორედ ფულსაც აუცილებლად ამოვიღებდით, მაგრამ სამწუხაროდ ფული არ გვაქვს, მაგრამ არსებობს უძრავი ქონების სახით ძალიან დიდი ქონება, რომლის გაყიდვის, ყადაღის მოხსნის ხარჯზე ყველა უკვე ძალიან დიდი ხნის დაკმაყოფილებულები იქნებოდა. მე მგონია, რომ რა ვიცი, თუ ვიღაცას ეს სიამოვნო, რაღაც ჩურიზების აქტი უკვე შედგა, ადამიანები დაკავებულები არიან, განადგურებულები არიან, აი ყველაფერი რაც და ცუდი მოსულოდეთ, ყველაფერი მოხდა. ეხლა ეს უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ უბრალოდ ამაზე უარესი ვეღარ მოხდება. დახვრეტა გაუქმებულია შესაბამისად. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, რომ აი გონიერი გადაწყვეტილებების, აი ურთიერთ რაც უნდა ექმნა თავის დროზე სახელმწიფოს, ის იქნებ ხნათ ეხლა. მადლობა, ნინო. ის როგორც აი მაგალითად სამშენებლო კრიზისი, როგორც მთელ მსოფლიოში ეხმარებოდა სახელმწიფო, მე ველი იგივე დახმარება სახელმწიფოს. დიდი მადლობა. ჩვენი დახმარებას კი არა, ჩვენი სამი ოჯახის წევრის კი არა, დაზარალებულების. წარმატებები მინდა გისურვო, მადლობა რომ კიდევ ერთ რაღაცას გეტყვით, დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მე მახსენდება ის სულ რაღაც სინანული გზნობა მაქვს, რომ მაშინ ვერ გამოვხატა ჩემი პროტესტი იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდებოდა. მაშინ დაინგრა ყველაფერი და ჩვენ არასოდეს არ გვინდოდა ამ გრევაში მოეწოვა. ჩვენ ვაშენებდით და თუ მოგცემენ საშუალებას ისევ ავაშენებთ. მეთქმა დაიმფრინავს ისევ სამშენებლო სადმე სამშენებლოსთან ახლოს გავიარო ოდესმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რასაც არ გავაკეთებ, ყველაფერი იქნება შენებისათვის და ჩემი ყველა ოჯახის წევრის მიზანიც სწორედ ეს იქნება. მადლობა ნინო, წარმატებები მინდა გისურვო. ეს იყო ნინო დარასელი, მაგიდასთან დავბრუნდები ცოტა ხანში, მანამდე მინდა გადავიდე აუდიტორიასთან. ეკა ხოფერია ჩემი კოლეგა, ნათია ფოფხაძე, ძალიან საინტერესო აუდიტორია ყავს ჩვენ აქ. მე შეკითხვის გარეშე ასე პირდაპირ მინდა უბრალოდ კითხო თითოეულ თქვენგანს, რა არის დღეს თქვენი სათქმელი. გაჩნდა ასეთი ეჭვებიც ხომ არ იყო ეს პოლიტიკური ერთგვარი ანგარიშწორება ოჯახის მიმართ, რომლის სამი წევრიც უკვე ციხეშია და ერთი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში. არსებობს კითხვაც არის თუ არა ეს სამართლიანობის აღდგენა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი დაზარალდა. მოკლედ, ეკა, დავიწყებ თქვენგან, რა არის შენი სათქმელი? იცი რა არის, მინდა ვთქვა შემდეგი, რომ რა მომენტშიც ჩვენ ჟურნალისტები, რომლებიც ვიცნობთ ამ ოჯახს, ვეხებით ამ თემას სამართლიანად, რასაკვირველია, გვწერენ ჩვენი მაყურებლები, ადამიანები, რომ არ იყვნენ თქვენი მეგობრები, გააშუქებდით თუ არა ამას, თუ დაინტერესდებოდით სხვისი პრობლემებით და ასე შემდეგ. მე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში ჟურნალისტებზე, მინდა უბრალოდ თქვა და დამერწმუნება აქ მსხდომი ყველა ადამიანი, რომ ნებისმიერი თემა იქნებოდა ეს საქველმოქმედო რაიმე ოჯახის დასახმარებლად, ნინო დარასელი და ეს ოჯახი ყოველთვის იდგა ნებისმიერი თემის გვერდით. დაძახებაც კი არ იყო საჭირო, როდესაც ისინი იდგნენ ამ თემის გვერდით, ამიტომ ეს მგონია, რომ ჩვენს ვალდებულები ვართ, მათ მხარი კი არ დაუჭიროთ. მოვძებნოთ გამოსავალი. მე არ მგონია, ინგა, მართლა არ მგონია, რომ ვიღაცას ეხლა უნდოდეს, არა იმიტომ რომ რაღაც ქულების დაწერა მინდა, პოლიტიკურად ანგარიში გაუსწორონ ამად, იმიტომ რომ რატო უნდა გაუსწორონ მათ პოლიტიკურად ანგარიში, ხო? მე ესე არ მგონია. ხო და თუ ეს ასე არ არის, ხო არიან გონიერი ადამიანები, ხო?
მე მჯერა რომ არსებობენ გონიერი ადამიანები მთავრობაში. მოდით რა დავეხმაროთ დაზარალებულებს და ამ ოჯახს. მოდით რა არსებობს გამოსავალი, იმიტომ რომ პირადად მეც მქონია ესეთი შემთხვევა. მეც როგორც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე წლების მანძილზე ველოდებოდით ბინებს და ჩვენ ასევე ცხოვრობდით ქირით, გქონდა კრედიტები, ეს ძალიან ცნობილი ისტორია. ჩვენ თანამშრომლობდით იმ ადამიანებთან, ვეხმარებოდით და რაღაცნაირად ავაშენეთ ეს ბინები. და მე მივმართავ მთავრობის წევრებს, მივმართავ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სტრუქტურებში. აი, ძალიან გთხოვთ, მოდით შევქნათ პრეცედენტი გონივრული, საქმიანი, კარგი გადაწყვეტილების. შესაძლებელია ეს. და არა, აი ესე კი ბატონო დავსდებით და გამოვთქვამთ ჩვენს პროტესტსაც, წუხილსაც. გამოძებნოთ ერთად გამოსავალი და გვაყურებინებთ ნურც დაზარალებულების აი ესეთ საშინელ მდგომარეობას და ნურც ამ ოჯახის ამოწყვეტას. მადლობა ეკა ხოფერიასგან გადავალ ბახვასთან. ბახვა რა არის დღეს შენი სათქმელი? ჩემი სათქმელი დღეს არ ვიცი, არა მარტო დღეს, ეს დღეები სულ ღელავ რა ამ ოჯახზე მე პირადად, იმიტომ რომ ვუყურე ბავშვობიდან ნიკას, დარსოს, გუკას და ვიცი რამდენი სიკეთე და კარგი საქმე აქვთ მათ გაკეთებული და ძალიან წყინს რომ აი ესეთი ამბავი არის და გადაიფარა თითქოს ეს ყველაფერი და ვიღაცამ ეს უნდა თქვას აუცილებლად ხმამაღლა და ძალიან ბევრი არის ასეთი, ვისაც ეს უნახავს, უგრძნია, არა მარტო ახლობლები, არამედ უცხო ადამიანებიც და ამას მინდა აუცილებლად ხაზი რომ გაუსვა და კიდევ იმას გაუსვა ხაზი რომ თქვათ ამ ადამიანების მხარდაჭერა რა თქმა უნდა არ ნიშნავს დაზარალებულების მდგომარეობაში არ შესვლას. თავიდან ბოლომდე შევდივარ მათ მდგომარეობაში, ვუთანაგრძნობ, თუ მათ დავჭირები მათ გვერდითაც ვიქნები აუცილებლად, უბრალოდ ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ გამოსავალს და მინდა რომ რაღაცნაირად ყველამ ერთად მოვიფიქროთ, ეკას აზრს გავაგრძელებ, ალბათ ყველაზე მეტად ეს ძალუძთ მთავრობაში მყოფ ადამიანებს, რომ რაღაცნაირად მოვიფიქრონ გამოსავალი, როგორ შეიძლება ნიკას ოჯახს, დარსოს ოჯახს, გუკას ოჯახს შეუწყონ ხელი, რომ ეს პრობლემა მოაგვარონ, ანუ დამთავრდეს ორივეს ისე რომ დაზარალებულები დაკმაყოფილდნენ. მადლობა ბახვას და ეკას. აქ იმყოფებიან Cent Point-ის klientებიც ნინ შენთან მინდა რომ გადმოვიდე. klientები, რომლებიც დაზარალებულები ხართ, ხო? თუ არ ვწდები თუ არა? ჩვენ ვართ ჩვენ წარმოვადგენთ ალბათ Cent Point-ის klientების იმ რგოლს, რომლებთან მიმართებაში სწორედ რომ გამოინახა გამოსავალი და ეს არამც არ მოხდებოდა, რომ არა ვთქვათ Cent Point-ის და აი რაზეც ნიკა ლაპარაკობდა, იმ ინვესტორების შეთანხმება რომ არ შემდგარიყო. აქ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოსავალი არსებობს და ის არ არის ვთქვათ რაღაცა ზედარგოლებში საძებნი. თუმცა ამისათვის აუცილებელია რომ Cent Point-ის მართველი რგოლი იყოს თავისუფალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. რა ლაპარაკი არის რაზე? ჩვენი ობიექტი ყიფშიძის ქუჩაზე იყო როგორც ბევრი სხვა ობიექტი გაჩერებული და გაყინული. თუმცა Cent Point-ის ხელმძღვანელობა ნიკა რაზეც ლაპარაკობდა შეთანხმდა ინვესტორ კომპანიასთან და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი სახლის მშენებლობა და ძალიან მალე ჩვენ ყველანი დავკმაყოფილდებით. ანუ რას ამბობთ რომ ინვესტორი ჯობია შეიყვანონ და ასრულონ ვიდრე ეს არის ერთადერთი გზა რომ ეტაპობრივად მოხდეს დაზარალებულების დაკმაყოფილება. აი ჩვენ მაგალითად ვართ ამის პირდაპირი ნათელი მაგალითი, როგორც Cent Point-სა და ინვესტორს შორის შედგა შეთანხმება და ჩვენ ყველანი ძალიან მალე შევალთ ჩვენ სახლებში. კი ბატონო, მოდით ნიკას ვკითხავ, მე დარბაზთან უკაცრავად მაგიდასთან უნდა გადმოვინაცვლო რამდენიმე წუთში თითოეულ თქვენგანთან მაქვს კონკრეტული შეკითხვები. ეხლა ისაუბრობდა ადამიანი Cent Point-ის კლიენტი გამოსავალზე. ეკა საუბრობდა იმაზე, რომ ეგებ გამოსავალი ვიპოვოთ. ანუ ყველას ესმის იმ ადამიანების ძალიან მძიმე მდგომარეობა და პლუს უნდა ყველას რომ გარეთ გამოვიდეს ეს ხალხი და დაასრულოს ეს ვალდებულება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, წამოვა დღეს ხელისუფლება თქვენს აი ამ მოლაპარაკებებზე, რაზეც წეგან უყვებოდით მაყურებელს, გულისხმობ ინვესტორის შემოყვანას, იმიტომ რომ მაგათად გამოძიება ამბობს, რომ ჩვენ ყველა ეტაპზე ვთავაზობდით საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ პირიქით ისინი არ წამოვიდნენ. ანუ ნიკა რაში არის გამოსავალი? გამოსავალი არის სწორედ იმაში, რომ ჩვენ გავნაგზოთ ურთიერთობა ინვესტორებთან, რომელიც უკვე დასრულების ფაზაში არის მისული, ისევე როგორც ახლა
საუბრობდა აგერ კალბატონი, მაგ მდგომარეობაში ვართ უკვე მისული თითქმის ყველა პროექტთან და მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ უახლოეს მომავალში აბსოლუტურად ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. მათი დაკმაყოფილება მოხდება იმ კონკრეტული შენებლობების სირთულედან გამომდინარე, ანუ ზოგი დამთავრდება 3 თვეში, ზოგი დამთავრდება 6 თვეში, ზოგი შეიძლება დაჭირდეს 1 წელი. მაგრამ დამთავრდება? აი აქამდე რატო არ მოხდა? ეხა ნებისმიერი ოპონენტი რომ ყოფილიყო აქ, აუცილებლად დაგისვამდათ ამ კითხვას, რომ აი აქამდე სანამ დაუშვათ ციხემდე არ მივიდა საქმე, რატო არ მოხდა? მე ვერ გეტყვით, რატომ არ მოხდა, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, მე წერან ქალბატონმა ახსენა დაზარალებულმა, რომ ჩემს ხელშეკრულებას ნიკო ბერიძის ხელმოწერა არ გიქხეთ ამაზე სპეციალურად კომენტარი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა რომ ასე მხარეებს შორის სიტყვა პასუხის გაცვლა მოხდეს. ხო, არა, მე უბრალოდ მინდა მას უპასუხო. მე ცენტრპოინტში მუშაობდი 2003 წლამდე და არ მგონი ამ ქალბატონს 2003 წლამდე მქონდეს რამე ნაყიდი. იმიტომ რომ იმ პერიოდში ვისაც აქონა ნაყიდი, ყველა დაკმაყოფილებულია. მე ვერ გაგცემ თქვენ პასუხს იმის თაობაზე თუ აქამდე რატომ არ მოხდა, მაგრამ მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ რა მოხდა იმის შემდეგ, რაც მე მიუბრუნდი ამ კომპანიაში და ეს იყო ამ 2016 წლის აგვისტოში, როდესაც შეიკრა ეს კრიზის მენეჯმენტის ჯგუფი. კონკრეტული საიდანაც ყოველი დღის, ყოველი მოლაპარაკების და ყოველი სიტყვის პასუხისმგებლობას მე ვიღებ პირადად ჩემს თავზე და ზუსტად ვიცი, რასაც ვიძახი. უკლებრივ სულ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება უახლოეს მომავალში და დაახლოებით 1 თვიდან 2 თვის ვადაში დაიწყება მასიურად ყველგან მშენებლობა. მადლობა ნიკა, წარმატება მინდა გისურვოთ თქვენ დაგემშვიდობებით. ნიკა ბერიძე ვემშვიდობებით ცენტრპოინტის კრიზის მენეჯერის, რამის თქმა ხომ არ გსურთ კიდე იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ასე აპროტესტებდნენ იმას, რომ რატომ 4 წელი და რატომ არა 15 ან 24 წელი. მე მოგცემ სიტყვას, კი ბატონო, გისმენთ. აუცილებლად მინდა მივმართო მათ თხოვნით, რომ სხვის უბედურებაზე აწყობილი ბედნიერების მე არ მწამს და ნუ იქნებიან ასეთი დამოკიდებულებით. მე დღეს გამაოცა, როდესაც დარბაზში გამოაცხადეს შედეგები და ისეთი ტაში დაუკრეს, რომ ჯერ ამ ტაშმა ზარი დამცა და რო გამოვედი, აი ეს ქალბატონი, რომელიც საუბრობდა, რომ ვითომ ჩვენ აქედან რაღაცა შეურაცხყოფებს ვაყენებთ, ესეთი სიტყვებით იძახოდა, რომ მათი თაობა და ასე აგზავნებთ. ხო, არ დავწუნ მანდ. ხო, ნუ გამწარებული ადამიანების რეპლიკებია მესმის. მაგრამ მინდა ყველას მიმართო, რომ გავიგეთ, ყველამ ერთად გადავიტანეთ ეს უდიდესი უბედურება, მივედით იმ წერტილამდე, საიდანაც შეგვიძლია ყველაფერი დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. და ძალიან მალე ვაძლევ ყველას პირობას, რომ ყველანი იქნებიან დაკმაყოფილები და ვთხოვ ელემენტარულად, რომ დაანებონ ამ წყევლის რეჟიმიდან და რაღაცა გინების რეჟიმიდან გამოვიდნენ და დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ ადამიანურ ცივილურ ურთიერთობას და დიდი მადლობა ნიკა, ნიკას გავაცილებ, წარმატებას უსურვებ. ეს იყო ნიკა ბერიძე. გთხოვთ გადავდივარ ისევ დარბაზთან ნიკოლოზ მჟავანაძე. თქვენი რეაქცია როგორია? მოგცემთ ეხლავე გიორგი უკაცრავად სიტყვა შეგაწყვეტიდეთ კი არა და მიკროფონი გამოგათ. მართლა ძიმე ეთერი არის და როგორ შეიძლება ჭკუატყოფილ ადამიანს, ქართველ ადამიანს უხაროდეს ვიღაცის უბედურება ციხეში წასვლა. ეხლა რაოდენ ევროპული სტანდარტის არ უნდა იყოს ციხე, ციხე არის. და ეს არის მithumetes ქალბატონები მიდიან ციხეში, ეს არის საგანგაშო, მაგრამ აი ხა ნიკამ ახსენა, რომ მე გამიკვირდაო, რომ ესეთი რეაქცია იყო. მოდით ეხლა მე გამოსავალსაც გეტყვი და პრობლემაზეც ვისაუბრებ. ანუ რა მიიყვანა ეს ხალხი აქამდე? ეხლა თვითონ თქვა ბატონმა ნიკამ, რომ 6,000 დაიდო, 4,000 ხელშეკრულება არის შეუსრულებელიო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იმ 4,000 ადამიანის უკან 3-4 ადამიანი, ანუ 16,000 ადამიანს ეხლა ეს ადამიანები მიდიოდნენ ძირითადად უცხოეთში, მუშაობდნენ იქ რაღაც მონურ პირობებში, აგროვებდნენ ფულს და შემდგომში რომ რაღაცა აქ ბინები ქონოდათ, ხო? და იცით რა, მე შენ როდესაც ტელევიზორში უყურებ რაღაცა გლამურულ გადაცემებში, როგორ გამოდის ბატონი ჩეულიშვილი, რაღაცა
ცეკვავენ ვარსკვლავები, ცეკვავენ ის მომღერლები თუ რაღაცა, ეს გაღიზიანებას იწვევს. ინგა შენ უყურებ ტელევიზორში დაკარგული გაქვს ბინა, ეხლა ჩვენ კაცმა არ იცის იქ რამდენი გადაყვა ამ ამბავს და აი ამას რო უყურებთ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ღიზიანდებიან. აი ეკა ხოფერია ის და აქა და სანამ ვახოჩეულიშვილი და კიდე კაი რო გამოჯამრთელ და კომაში იყო, მაგრამ ეთყობა აღარ არის კომაში, იმიტომ დღეს პირდაპირ ჩართვა იყო TV პირველზე თქვენ არზე და და როდესაც აი იყო ინტერვიუ, აი მე გულითადი რაღაც აი ბოდიში ვერ მოვისმინე. აი მე ამ ადამიანებისგან აი ხა 2008 წელს იყო ეს პრობლემა შეიქმნა. ხო 2008 წლის შემდგომ 8 წელი გავიდა. 8 წლის განმავლობაში, ანუ რაღაცა ქმედითი ნაბიჯები ხო უნდა გადადგმულიყო. ეს 2017 წელს მოხდა, ანუ ამ წელს მოხდა, ანუ ერთი წამი დავასრულებ. 2017 წელს მოხდა დაკავები. ანუ 8 წლის განმავლობაში რაღაცა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო. იგივე ამ კომპანიებთან, კომპანიებიდან გამომდინარე, რომ რაღაცა პირობები შეექმნათ ამ ადამიანებისთვის, რაღაცა დაძრულიყო საქმე. აი, ნიკა, ერთი საკითხია რა. ხო, იმის გარეშე არ მინდა რომ არა, ჭხუბი კი არა, არ მინდა თქო რომ უადგილოდ გაგაწყვეტინოთ. აი, თქვენს უკან ზის ახალგაზრდა კაცი გიორგი მენაბდე, რომელმაც მთხოვა მე სიტყვა, ისიც არის ცენტპოინტის დაზარალებული. აი, დავამთავრებ ერთ. აი, მე გამოსავალს რაში ვხედავ ეხლა, ხო? აი, უბრალოდ ეს იმიტომ თქვი ეს ყველაფერი. მე მართლა გულითადად აი თანაუგზნობ იმ დაზარალებულებსაც და ამ ადამიანებსაც. მაგრამ გამოსავალი მე ვფიქრობ არის ის, რომ უნდა დაინიშნოს სახელმწიფოს მხრიდან აღმასრულებელი და უნდა შეთანხმდნენ ეს მხარეები, წავიდეს პროკურატურასთან თანამშრომლობაზე, უნდა წავიდეს ეს მხარეც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ახლა ჩვენ ისე ნუ გამოვიყვანთ სიტუაციას, რომ რაღაცა ოჯახის წინააღმდეგ იქნა გადადგმული ნაბიჯი. ახლა პროკურატურის როლი არის ის, რომ ახლა თუ კი იმ 16000 ადამიანი დაკმაყოფილდება, ეს სამართლიანობის ადგენაა ზუსტადაც და აქედან გამომდინარე, როდესაც პრობლემაა და 8 წელი, 9 წელი არის პრობლემა, არავითარი წინ არ მიდის, პროკურატურა და სახელმწიფო ვალდებულია რაღაცა ნაბიჯი გადადგეს. ამიტომ უნდა შეჯერდნენ მხარეები, უნდა დაინიშნოს აღმასრულებელი, იმიტომ რომ ეს დაზარალებულები არენდობიან ამ შემთხვევაში მეორე მხარეს და უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. და ეხლა აი ამის გარეშე რაღაცა კონსენსუსის მიღწევა რა თქმა უნდა ძნელია. აი კონკრეტულ ნაბიჯებზე რა უნდა გადაიდგას, აქ საუბრობდა ნიკა ბერიძეც და თქვენს უკან მჯდომი ქალბატონიც, რომელიც წეგან გვიყვებოდა იმაზე, რომ მათაც ჰქონდათ ანალოგიური პრობლემა, მაგრამ ინვესტორის შეყვანის შემდეგო ეს ყველაფერი მოგვარდა. ირაკლი ღლონს მინდა ეხლა მივცე მიკროფონი, ძალიან ხომ არ გამინაცხენდება მაგიდასთან სტუმრების ეს ნაწილი, ჩვენ 1 საათი გვაქვს შემდეგ კიდევ სალაპარაკოთ, მე მინდა რომ მოусმინოთ რაც შეიძლება მეტაზრს. ირაკლი, თქვენი რეაქცია როგორია და კიდევ ერთი დაზარალებული მალე პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე პრინციპში ვხედავ საინტერესო როგორც დარბას, ასევე სტუდიის სტუმრებს ჩართვებსაც. ეს ყველაფერი საინტერესო და მადლობა რომ გამოიტანეთ თქვენი ჯანმრთელობის სტუმრების მიხედვით სამჯეროდ. მაგრამ მე გამოვალ ხა ჩემი სტატუსიდან გავაბნარე შეფასება მინდა გავაკეთო. კი ბატონო, გამოსავალზეც მე ვიფიქრებ, ესე უცებ არ მაქვს ფორმულა გამოგონილი და გეტყვით. ხელისუფლების მორიგი უნციფრობი ნაბიჯი იყო ეს ყველაფერი. დიახ, მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ ამ ადამიანების უკან დაზარალებულები განან 4000 მოქალაქე დგას, ხო? 4000 მოქალაქე დააგორდი დღეს რა ქნეს ამ ადამიანებმა. მე სოლიდარული ვარ აბსოლუტურად ამ 4000-ის მიმართ. სოლიდარული ვარ იმ ქალბატონების მიმართ, რომლებიც საფრთხეში მყოფებიან, მაგრამ სად არის სახელმწიფოს როლი? მე როგორც პოლიტიკოსი, ერთ-ერთი პოლიტიკოსი ვარ და თქვენთან, ხო? პოლიტიკურად ვდგები ამ საკითხს. რატომ არ გაითვალისწინეს წინასწარ რა მოხდებოდა, არ დააკვირდით რა მოხდა? დაუკრეს ტაში ჩვენმა თანამოქალაქეებმა აბსოლუტურად მესმის მათი უნებრივი ემოციების, მაგრამ ზუსტად 5 წუთში პროკურატურის ქალაქის თავარი შენობა არის 10 წუთის სავალზე ქალაქის სასამართლო. მივიდნენ უკვე პროკურატურაში და ეს არისო ჩვენი გამოსავალი, არ გვაინტერესებს. დიახ, ახლა რა უნდა ეკნა გონიერ სახელმწიფოს. მე დარწმუნებული ვარ თქვენს ეთერს, თქვენ რეიტინგობიდან გავნარე. ბევრი ჩინოსანი უყურებს და მე მინდა მათ უთხრა ახლა. კარგად შემოგხედონ და კარგად შეხედონ ამ ადამიანებს. რა გააკეთეთ თქვენ? ადექით პასუხისმგებლობა მოიცილეთ, პროკურატურას გადააბარეთ, იმათ პრაქტიკას სისხლის სამართლების საქმე დევნა დაიწყეს გამოძიება და გაყოლეს სამართლებრივად პროცესი, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს ფუნქციის როლი. რა მოხდა დღეს 4000 მოქალაქე კვლავ დაზარალებული არ დავტოვეთ? უარესად არ გავაგიჟეთ? რა გავაკეთეთ? ორი ქალი ციხეში გაუშვით? რამდენად სწორია, რამდენად იმსახურებენ? ეს სხვა თემა.
მაგრამ საუბარი ემაზე რომ პრობლემა დარჩა პრობლემად და პლუს უიმედობა გაჩნდა 4000 მოქალაქე დღეს უკვე პროკურატურასთან დგას და ამბობს რომ კარგი გაუშვით ციხეში მაგრამ მე ირაკლი მოდით შეგაწყვეტინებ აი იმ ადამიანს არა მე მაქვს თქვენთან კიდევ შეკითხვები დაგიბრუნდები კი ბატონო არა იმ ადამიანების ჩართვა მინდა ისე ვიზეც ახლა თქვენ საუბრობთ რომ პროკურატურასთან დგანანო ირმად ხელიძია პირდაპირ ხაზზე მადლობა ქალბატონო ირმა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას აი აქ სტუდიაში მიდის მსჯელობა იმაზე რომ რა ეშველებათ იმ ადამიანებს ვინც არიან დაზარალებულები ვინც დღეს აპროტესტებდა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რაში ხედავთ გამოსავალს მე მესმის რომ ხარ ძალიან გაბრაზებულები მაგრამ აი ეხლა ქმედითი ნაბიჯები რა უნდა იყოს როგორ ფიქრობთ თქვენ ჩვენ გამარჯობა მოგესალმებით მე მინდა ერთი რამე დავაფიქსირო რომ ჩვენ გაბრაზებულები კი არა ვართ ჩვენ ვართ ძალიან დაზარალებულები გაუბედურებულები და ქუჩაში დარჩენილი ქალები უმეტესობა რომელთა კისერზეც გადაიარა ამ ყველაფერმა მე მინდა გითხრათ რომ ნინოს ბოდიში პირადად მე მოვისმინე დღეს და ამისთვის დიდი მადლობა მას და მიხვდება რაზეა საუბარი გამოსავალს რაში ვხედავთ, რა ვიცი, რა გითხრათ. გამოსავალზე ჩვენ ძალიან ბევრჯერ მივედით ცენტრპოინტის ოფისში. ეს არ ყოფილა ჩვენი ნაბიჯი და ჩვენი იდეა ფიქსირო პროკურატურისთვის მიგვემართა. პირადად მე უამრავჯერ შევხვდი ქალბატონ მაიას, უამრავჯერ შევხვდი მის მენეჯერებს, თხოვნით, ხვეწნით, მუდარით. რა ვიცი, რა გითხრათ. და ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ თუ ისინი შავ კარკას მაინც დააყენებდნენ კერძო ჩვენ ობიექტზე დანარჩენს ჩვენ გავაკეთებდით ჩვენ მეტი რა უნდა დაგვექნა ქალბატონო ინგა რა უნდა გვექნა თქვენ ჩვენი მდგომარეობა ხო არ იცით ცალსახად ჩუქდება მხოლოდ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება ერთხელ თქვენც იკითხოთ რა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამიტომ ხართ ეხა პირდაპირ ეთერში ქალბატონო მე პირველად ვაშუქებ ცენტრპოინტის საქმეს და ამიტომაც ხართ პირდაპირ ეთერში რომ ხო ეს მოგვიყვეთ ყველაფერი რაც თქვენ გაწუხებთ როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ გამოსავალი მეც ამხრივად ამიტომ არ გამიკეთებია ეს გადაცემა კიდევ ერთხელ თქვენთანაც განმეორდები წინა ჩართვაზე ვისაყვედურეს რატომ არ ვართო ჩვენ სტუდიაშიო მე ბოდიში მინდა გითხრათ რომ არ მოგიწვიეთ აქ მაგრამ მოვერიდე იმას რომ ასეთი წყნარი და მშვიდი საუბარი არ გვექნებოდა და შეიძლება რაღაცა დაპირისპირება ყოფილიყო ამიტომ კიდევ ერთხელ განმარტავ თქვენთანაც ის ხალხი რომლებიც მივდივართ ჩანთაზე ჩხუბზე ჩხუბი რომ გდომოდა და ამდენი წლის მანძილზე არ მოვითმენდით და ხვეწნით არ მიმართავდით მათ და თხოვნით ეს შეუძლია ნებისმიერმა მათმა მენეჯერმა და თვითონ ქალბატონმა მაიამაც დაადასტუროს მშვენივრად მიცნობს მე. ქალბატონო ირმა, გამოსავალი ეხლა რა არის თქვენთვის? აი რა სიტყოდით დღეს პროკურატურასთან რომ მიხვედით? დიახ. არა, პროკურატურასთან მივედით, იმიტომ რომ გაგვერკვია ჩვენი სიტუაცია. იქნება დადგენილებას რომ როდესაც ავიღებთ ჩვენ უნდა წავიკითხოთ დადგენილების ტექსტი, არაფერი არ ისმოდა დარბაზში ფაქტიურად ნორმალურად ვერ მოვისმინეთ რა ხდებოდა. და გამოსავალს მოვძებნით ალბათ მე, მაგათ თუ უნდათ ჩვენთან ერთად გამოსავლის ძიება კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. ჩვენ არ ვიყავით ის ხალხი, რომელიც შეტევაზე გადავედით პირდაპირ და პროკურატურაში გავიქეცით და სასამართლოში გავიქეცით. წლების მანძილზე ჩვენ მივდიოდით მათთან მოლაპარაკებაზე. აი ეხლა არის არასოდეს არ წამოვიდება პროკურატურა თუ მოხსნის ყადაღას, მაშინ უძრავ ქონებაზე, გავყიდით ამ უძრავ ქონებას, ასევე აქ საუბრობდა ნიკა ბერიძე იმაზე, რომ ინვესტორების შემოსვლა მოხდება, ანუ მზად არიან რომ ყველანაირად მოხდეს თქვენი დაკმაყოფილება. ეს იქნება თქვენთვის მისაღები საპროცესოთი გამოსვლა და დასრულება. აქ უკვე ნდობის ფაქტორია დაკარგული. მე რო ვთქვა, რომ ჩემთვის იქნება მისაღები და მე ვენდობი, ალბათ ჩემს უკან მდგომი უამრავი ოჯახი ამაზე არ წამოვა. მაშინ უნდა იყოს იქ რაღაცა გარანტია და გარანტორად უნდა ჩადგეს ვიღაცა, ხომ? რომ ჩვენ მივენდოთ მას და ვენდოთ შემდეგ. ამათ ჩვენ არ ვიცით თუ ყადაღა მოიხსნება ობიექტებიდან და ყადაღა მოიხსნება მიწებიდან
სად წავა ის ფული? თქვენ კარგად მოგეხსენებათ 2013 წელს, როდესაც გირაო შეუფარდეს მათ იმის დაპირებებით, რომ დაასრულებდნენ ობიექტებს, ბევრი თაღლითობა მოხდა შემდგომ და თქვენ როგორ ფიქრობთ, ენდობა ეს ხალხი კიდევ მათ? გასაგებია. მადლობა ქალბატონო ირმა, არ ვიცი ვინმეს ხომ არ სურს კიდევ რაიმეს თქმა, თუ გექნებათ სურვილი, თქვენს უკან მდგომ ადამიანებს მე ვხედავ, შეგიძლიათ რომ უთხრათ მათ და ისინი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში ჩაგვერთვებიან. მანამდე მე გადმოვალ სტუდიაში ბატონო ნიკო კახეთელიძეს მინდა დაუსვა ეს შეკითხვა. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? ურბანისტი ადამიანი, რომელიც ხართ აბსოლუტურად ნეიტრალურ ამწუთას ხო პოზიციაზე, რომელსაც შეუძლია პროფესიონალის თვალით დაგვანახოს დღეს არსებული ეს მძიმე რეალობა. ციხეში გაშვებული ადამიანები, მაგრამ აქეთ უამრავი დაზარალებული. ბევრი ადამიანი. ვისაუბრებთ და ეს საკითხი არ არის ერთმნიშვნელოვანი და არ შეიძლება მარტო ვისაუბროთ იმაზე, რომ არჩეულიშვილებმა ეს ეკნეს და არჩეულიშვილების ბრალე. რა თქმა უნდა, არჩეულიშვილების ბრალე ერთმნიშვნელოვნად. 2007 წელს რადიო უცნობში მე მქონდა გადაცემა თბილისზე. ფაქტიურად იყო ერთადერთი საშუალება მაშინ ეს ცენტრპოინტის ხალხი ყველა მორბოდა ჩემთან და ყველა აფიქსირებდა თავის პოზიციას. მე მინდა გითხრათ ძალიან ბევრ მათგანს მე თვითონ ურჩევდი რომ არ შეეტანათ ეს თანხა ამ კომპანიაში, იმიტომ რომ მივხვდი რას, იცით, ეს ძალიან კარგი ადამიანები არიან თავისთავად, მაგრამ მოკიდეს და აწიეს საქმე, რომელსაც ვერ ზიდავენ. ძალიან ბევრი მათზე გამოცდილი დეველოპერი მაშინ არსებობდა საქართველოში, გამოცდილები, მშენებლობაც იცოდნენ და გაყიდვაც იცოდნენ. არ მოკიდეს ხელი მაგხელა მასშტაბებს. ისინი შევიდნენ ამ ხელა მასშტაბებში და მოუვიდათ ეს. იმის გარდა რომ აქ მოხდა კრიზისი, პრობლემა აქაც იყო მენეჯმენტში და ამიტომ ეს თემა ჩაიშალა. ეხლა მეორე მხარე აქვს ამას. მე ძალიან ბევრი მათგანისთვის მაქვს ნათქვამი, რომ ეს არ გააკეთოთ. ამ ხალხმა ეს ხალხი ადგა და ფული მაინც შეიტანა იქ. ანუ ხელშეკრულებას ყავს ორი მხარე ყოველთვის. ორივე თანხდება რაღაცაზე. დიახ. ესე რომ მიგიყვანენ სახლთან და არის ტერიტორია. 10 სართულიანი სახლი უნდა აშენდეს თქვა და გეუბნებიან აქ 10 სართულიანი სახლი აშენდებაო. 70% თანხა როა გადახდილი და რომ მიხვალ და ქვაბულიც არ არის ამოღებული. სად შეგაქ ეს ფული კაც? ანუ თქვენ აქ საუბრობ დაზარალებულების პასუხისმგებლობაზე. რა თქმა უნდა, დაზარალებულების პასუხისმგებლობაზე საუბრობ, იმიტომ რომ ეს შენი პასუხისმგებლობაც არის. როცა შენ $100,000 რო იხდი, აი ესე უწებ. რა მნიშვნელობა აქვს ამას? მით უმეტეს თუ სესხით აკეთებ ამას. და ძალიან ბევრი 200 ლარი გადაიხადე და იურისტთან გაიარე 200 ლარად კონსულტაცია. სხვა შორის ცენტრპოინტთან აი ამ დავებში იმ ხალხს, ვისაც ასე თუ ისე ხელშეკრულება ჰქონდათ შედგენილი ისე კარგად, იმათმა ქონება დაიბრუნეს. აქ ძალიან ბევრი შემთხვევაა. მე წუთით უკაცრავად, თუ მყარი იურიდიული კონტრაქტის საფუძველზე არ მიდიოდა ეს თანამშრომლობა, რის გამოც დღეს ეს ხალხი არის ციხეში, მაშინ კითხვა მე გამიჩნდა, ეხა მე არ მესმის სამართლებრივად ეს, მაგრამ თუ კონტრაქტი არ იძლეოდა ამის საშუალებას, მაშინ რატო ყავს დაჭერილი ესენი? რის საფუძველზე? ამ შემთხვევაში, როცა მე კონტრაქტს ვაკეთებ, ბუნებრივია მე დაინტერესებული მხარე ვარ, გარანტიებს ვიქმნი ჩემთვის, აი ცენტრპოინტს გულისხმობ ეხლა. და ბუნებრივია ჩემ მხარეს უფრო მეტ გარანტიას ვიქმნი, ვიდრე თქვა მოწინააღმდეგე მხარეს. ამიტომ ამას გავლა უნდა იურისტთან. ხო და ამას გეკითხები, თუ კი კონტრაქტში არ იყო ჩადებული ის, რომ ამ ადამიანების პირობები ასე უნდა ყოფილიყო დაცული. ეს არის ინგა ამ ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ანუ თანაბრად პასუხისმგებლობას მე შეულიშვილებს 2007 წელს მე ქალბატონ მაიას ვესაუბრე. როცა დაიწყო ეს კრიზისი, დაიწყო ევროპაში. 1 წლის მერე წამოვიდა აქ. ესპანეთი დაიქცა საერთოდ. დღესაც მაგ მდგომარეობაში არის ესპანეთი, სხვა ბოლომდე ვერ გამოვიდნენ მაგ კრიზისიდან. მე ვერ უთხარი, ქალბატონ მაიას სიტყვებს გეტყვით მაშინ. საქართველოში ეს ბიზნესი სხვაგვარად იმართება და ამიტომ ესპანეთის მაგალითი აქ ჩვენთან არ გამოვა. ეს ზუსტად ვიცოდი რაც მოხდებოდა. აქ არის კიდევ ერთი მხარე, სახელმწიფო. მთლიანად დარგი დღესაც არის დერეგულირებული. არ შეიძლება ეს არის მე სულ ამას ვამბობ ჩემ გამოსვლებში. არ შეიძლება ამ დარგის დერეგულაცია. დღესაც მიმდინარეობს ეს პროცესი. მიდის თელს თბილისში ქაოსური მშენებლობები,
თელს თბილისში. სადამდე შეიძლება ამ სახის კრიზისამდე არ მივიდეთ, მაგრამ მივიდეთ როგორ კრიზისამდე, იცით? როგორ კრიზისამდე, იცი რომ აშენდეს უბანი, სადაც ვერ ფუნქციონირებს ეს. წყალი არ ექნება, დენი არ ექნება, არ იმუშავებს კომუნიკაცია. ისეთი მშენებლობა მიდის. კონსულტაციას თუ შეიძლება შემდეგ გავივლით თქვენთან და ერთი გადაცემა გავაკეთოთ ამ თემაზე. საერთოდ რა ხდება ჩვენს ქალაქში, რა შეიძლება და როგორ არის. რეკლამის დრო მიწევს, თუ შეიძლება მე დავბრუნდები რეკლამის შემდეგ უკვე გიორგი, ნინო ორდენძე, ვანო პავლიაშვილი, რომლებთანაც მაქვს შეკითხვები, ერთს ვიტყვი, ეხა ბატონი ნიკო როცა საუბრობდა, არის კი ცენტრპოინტი ერთადერთი კომპანია, რომელმაც დააზარალა ადამიანები. მე დღეს Facebook-ზეც დავწერე, მაგალითად ისტორია, ნუ რა მოხდა მე, ჩემი ეთერია და გამოვიყენებ ამ ისტორიას მოვხვები. მაგალითად მე მყავს მამი და არ დავასახელებ კომპანიას, იმიტომ რომ არ მინდა ეხლა ამ კომპანიაზე საუბარი, იმიტომ რომ მათაც თავისი გაჭირვებიათ, რომლებმაც ასევე მისცეს გარანტია ამ ადამიანს დაუნგრიეს სახლი წლების წინ, დღემდე არაშენებულად ცხოვრობს ქირი, დაბერდა მამი და ჩემი, არავინ მას აღარ უხდის ქირას, ის არის პენსიონერი, ანუ არ აქვს შემოსავალი. რატო უყვები იცით აი ჩემს კონკრეტულ ახლობელ ადამიანზე მაგალითად, იმიტომ რომ იყო კი ცენტრპოინტი ერთადერთი კომპანია, რომელსაც აი ამ ტიპის არ შესრულებულ ვალდებულებებზე უნდა ეგო პასუხი თუ შერჩევითია სამართალი. დავბრუნდებ, იყო, მითხარით და გადავალ რეკლამაზე. ბევრია, იყო. სპაჩორს ეხლა კომპანიები ეხლა მიეცით რა გიორგის და ბატონ ნიკო დიახ გისმენთ. კომპანიები, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებენ, მათაც ის ვალდებულებები აქვს. და რა მაშინ რატომ ისინი გაიჭირეს? აი ესე პირდაპირ მამი და ჩემმა რა დააშავა მაგალითად. ის ადამიანები იმის გამო, რომ მცირე მოცულობები ჰქონდათ, იმ ხალხს აჩერებენ. რაღაც პარალელურად ვერ გააჩერა. მომიტევეთ ძალიან დიდი 4000 ხელშეკრულება როგორ მაპატით რო გაწყვეტინეთ. და ეს ზუსტად ეს ნიშნავს იმას, რომ შერჩევით სამართალთან. არა, არის შერჩევით, ეს არის ზუსტად ბიზნესის თემა რა. არა, ბიზნესი არა, მე სამართლებრივად უყურებ სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფო რა შუაშია, ის აჩერებს თუ არა. გაგიმართავ და მე თუ შეიძლება მე რას გეკითხებით ამას თუ შეიძლება. მომეც ერთი წუთი. ანუ თქვენ ბრძანეთ რომ ცენტრპოინტი რეალურად ცენტრპოინტი დიდი კომპანია და მეტი ბენეფიციარი ყავდა, ხო და კლიენტი ყავდა. ის დარჩენი კომპანიები იგივე ზურაზუია დაურის რაც მონაწილეობდა დღეს რო ქართულ ოცნების ერთ-ერთი მინისტრის თანაშემწედ დაასახელეს და წარადგინეს, ხო, წაახალისეს. არიან კიდე სხვა კომპანიები ხა ინგათავს იკავებს, მე არ შევიკავებ, იმიტომ რომ მე მინდა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. ის რომ ერთ კონკრეტული ამხანაგობა თუნდაც და რომელიმე ბიზნესმენი ვინც უკან დგას 3000 მოქალაქეს და 4000 მოქალაქეს არაზიანებს, არაზარალებს, აზარალებს. ას ადამიანს არ ნიშნავს იმას. ამ ქვეყანაში ოღონდაც რამე მიმუშაოს და ბიზნესი პატარა საშუალო თუნდაც მასშტაბით. აღარ გვინდა ეხლა სამარცხინო მე ამიტომ საუბრობ სახელმწიფოს როლზე. თქვენ ბატონო ჩემო გიდასურვებთ პატივისცემას თქვენი პროფესიის მიხედვით მით უმეტეს, მაგრამ ხომ არ ჯობდა რომ თავის როლზე საგანგაშო სიგნალი როგორც პროფესიონალმა მიიღეთ სამშენებლო ქართულ ბიზნესში რო იქნებოდა კრიზისები, ღიად რო დაგვეფიქსირებინა. გადარჩევა ბატონო 2008 წელს თქვენს რატო არ სვამდით საკითხს ნაციონალურ 2008-ში შვიცინე უნივერსიტეტში ვსწავლობდი ბატონო 12 წელი რატო კაცშვილი ხმას არის ანუ ვერ გესუდია უნდა ამოიღო დავასრულო ეხლა ესე ვერ ვილაპარაკ კარგი მე ეპარება ერთი რამე შეეჭვი მე ეჭვი ეპარება რომ დღეს სამართალმა იზეიმა მე ეპარება ეჭვი რომ ორი ქალის პატიმრობით ერთი ბიჭის პატიმრობით 4000 მოქალაქეს უპატრონებ და საზოგადოება უფრო მართლები იქნებოდი სოლიდარულები თავის როზე გვეთქვა უფრო ღია დაგვეფიქსირებია რომ ეს პრობლემები მოდიოდა კი გაგიმარჯვეთ თქვენ მე უბრალოდ არ ვიცი და დღეს გადავდგათ უნდა ქვეითი დაბიჯები გიორგი და რეკლამას ვაცხადებ რეკლამის შემდეგ ისევ განვაგრძობ დისკუსიას უკვე ნინო და ვანო შემოგვიერთებიან ჩვენს კი ბატონიკა გაძლევთ აუცილებლად სიტყვას გიორგი გისმენთ გიორგი მენაბდე ცენტრპოინტის კლიენტი ხო ასე ფიფშიძე 34-ის კლიენტი გახლავართ მე და ცოტა ახლოს მიკროფონი როგორც ნიკა მახსენა X2 ეს არის კომპანია რომელიც შემოვიდა ინვესტორი კომპანია რომელმაც დაიწყო მშენებლობა და შორს არ ცხოვრობ ყოველდღიურ რეჟიმში უყურებ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები და რეალურად 3-4 თვეში სახლი დამთავრდება და თქვენ დასვით კითხვა დაჭერამდე რატო არ მოხდა ესო რაღაც მომენტში სწორედ დაჭერამდე მოხდა ის რომ ეს ინვესტორი შემოიყვანეს და რეალურად აი დამეთანხმებიან ჩემზე უფრო კომპეტენტური ადამიანები არიან და თან ახსენეს ცენტრპოინტი იყო დაახლოებით 60-65%-ის
სამშენებლო ბაზრის და შესაბამისად კრიზისი რო დაიწყო მე არ მოვერიდები მე თვითონ ვიყავი მაშინ სამშენებლო კომპანია არსის წარმომადგენელი და იგივე დაიწყო არსში და ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია კიდე ბანკებმა ჩაყლაპა ევროდი იყო ესე ძალიან ბევრი ანუ ყველას შეეხო ეს ანუ იმ პერიოდმა შეიწირა ძირითადად შესაბამისად რადგან მოცულობა იყო დიდი ამ კომპანიის ყველაზე უფრო მეტად კიდე ამათაც დაიწყო ალბათ მე ვერც ადვოკატი ვერ ვიქნები ვერც იურისტი არ ვარ და აქედან გამომდინარე პირველი კომპანია იყო რომელიც დიდი პარტია აშენდა გამოსავალს რაც ბოდიშ მოგიხდით გამოსავალი იმაში არ არის რომ ეს ადამიანები იყვნენ ციხეში გამოსავალი არის იმაში რომ რეალურად ის ადამიანები ვინც ამაში იყვნენ ჩართულები ვინც ეს იციან ხუთიანზე იმ ადამიანებმა ისევ დაასრულონ და გააგრძელონ ეს გამოვიდნენ და თავისი ვალდებულება სხვა გამოსავალი არ არსებობს რეალურად მე გახლავართ კლიენტი და სხვანაირად არ გამოვიდა მადლობა ბატონ ნიკა რეკლამას გავუშვებ ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ნათია ფოფხაძეც არის აქ მასთანაც მექნება შეკითხვა კიდევ ერთხელ ვიტყვი რატომ შევიკავე წეღან თქვა თავი რატომ თხოვე ირაკლისო არ გვინდა თქო კონკრეტული კომპანიების დასახელება არ ვარ ჩვენის ქვეყანა სადაც ბიზნესი ყვავის და არ ვარ ჩვენის ქვეყანა სადაც ასე თამამად შეგვიძლია ბიზნესის განვითარებაზე საუბარი ამიტომ ოღონდაც რამე გამოვიდეს ოღონდ ვინმე დაზარალებული და აკმაყოფილონ და არ გვინდა საერთოდ კომპანიების დასახელება დაბრუნდებით რამდენიმე წუთში და შეკითხვა უკვე ნინო ორდეინძესთან ვანო პავლიაშვილთან ნათია ფოფხაძესთან მექნება ასევე სხვა სტუმრები რომლებიც ჩვენთან არიან რეაქცია მე მაგიდასთან უნდა გადმოვიდე შეკითხვით ჩემს სტუმრებთან ნათია ფოფხაძეს მინდა მანამდე მივიცე მიკროფონი ნათია შენი რეაქცია შენი სათქმელი რა ხდება დღეს ამ საქმის გარშემო როგორია შენი როგორც მოქალაქის პოზიცია საღამშვიდობისა საქმეს ვერ ჩაუღრმავდები ვერც იურიდიულად ვერც სხვა კუთხით უბრალოდ მინდა ვთქვა რომ მე ვარ დარსოს მეგობარი ნინოს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია რუსუდანს და ცხადია ვარ სუბიექტური ნაწილობრივ შევდივარ ყველა დაზარალებულის მდგომარეობაში ყოველგვარი მაგრამის გარეშე უბრალოდ ცენტრ პოინტამდე ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და შეუძლებელია იცნობდე დარსოს, შეუძლებელია იცნობდე რუსუდანს, ზაზას დარასალს და მათზე გაიფიქრო რომ თაღლითია რამე წინასწარ დაგეგმილად, ასე ვთქვათ, რაღაც მიითვისეს ვინმეს ფული. ეს არის ჩემთვის გულსატკენი და ჩემი რეაქციაც აქედან ანუ იმდენი სიკეთე აქვს ამ ადამიანებს დათესილი ცენტრ პოინტამდე ცხოვრებაში ამიტომ არ მიყვირს ჩემი ძალიან დიდი ასე ვთქვათ სამეგობროს რეაქციის რუსუდანის დაკავებაზე რუსუდანს ძალიან ბევრჯერ აქვს ბოდიში ასე ვთქვათ მოხდილი ნინო როგორ დარდობდა ამ ყველაფერზე დღემდე როგორ დარდობს უბრალოდ ძალიან კარგად ვიცით ჩვენ მეგობრებმა ეს ყველაფერი და დამიჯერეთ ყველაზე მეტად თუ ვინმეს უნდა რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და დაზარალებულებს ასე ვთქვათ გადაეცეთ თავიანთი კუთვნილი ქონება ეს პირველ რიგში არიან რუსუდანი და ნინო. მადლობა ნათია ნინო ორდეინძესთან უნდა გადმოვიდე და ვანო პავლიაშვილთან ვანო მოვიდა საკუთარი გაზეთით და ამ გაზეთში მას აქვს დაბეჭდილი რუსუდან კერვალიშვილთან ინტერვიუ და ვანო მოგვიყვება ძალიან საინტერესო დეტალების შესახებ გისმენ ვანო. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის ტრაგედია უგმიროდ. ორივე მხარეს არიან დაზარალებულები, რასაკვირველია, მე რა თქმა უნდა, მაგ გარკვეული შეკითხვები, მეც დიდი ხანია ვიცნობ რუსიკოს, ნინოს და რაღაცა ემოცია მეც მაქვს, მაგრამ ეს არის ინტერვიუ ჯერ კიდე აგვისტოში, 2016 წლის აგვისტოში ჩაწერილი და ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგალითად ის, რომ დღეს რუსუდან კერვალიშვილს დააკავებდნენ, იმიტომ რომ ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ მე აუცილებლად
უსაფრთხოებად დამაკავებენო, ესე იგი მქონდა მას ეს მოლოდინი, კი, ეს მოლოდინი მქონდა, მაგრამ ეს ინტერვიუ მე მგონი არის ერთადერთი, რომელზეც ის დეტალურად ლაპარაკობს ქართულ სიტყვაში გამოქვეყნდა ეს პოინტის საქმის შესახებ. ამბობს საინტერესო დეტალებს. მაგალითად, ის აქ ასახელებს ყოფილ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და ამბობს, რომ არჩილ კბილაშვილი იყო ცენტრპოინტის ერთ-ერთი მეწილე. სხვათა შორის, როდესაც პირველად აღიძრა საქმე ცენტრპოინტის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ყველამ ნახეთ, რომ არჩილ კბილაშვილის გვარი ფიგურირებდა, მაგრამ მერე მოლოდნად გაქრა. ანუ მე არ ვიცი ეს დეტალი. არჩილ კბილაშვილის გვარი ფიგურირებდა საგამოძიებო მასალებში და მერე ეს გვარი გააქრეს? აგერ პირდაპირ ამბობს რუსლან კერვალიშვილი, კი ბატონო, არჩილ კბილაშვილი იყო ცენტრპოინტის დამფუძნებელი, მაგრამ მე დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა. ეს ინტერვიუ ჩაწერილი არის 2006 წელს. ეს პირველად ქართულ სიტყვას უთხრა და მე არ ვიცოდი მართლა ეს პირველად არის დაბეჭდილი 2016 წლის აგვისტოში გაზეთ ქართულ სიტყვაში. გარდა ამის, ამ ინტერვიუში რუსლან კერვალიშვილი ლაპარაკობს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე, ჩემი აზრით. მაგალითად, რუსლან კერვალიშვილი ამბობს პირდაპირ, რომ 2016 წლის 13 თებერვალსო, ანუ თბილისის მერიაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ თბილისის მერია იყო მომხრე იმისი, რომ სულ 100 მშენებლობაა თბილისში გაჩერებული და ეს პრობლემა მოგვარებული იყო, გეგმა შედგა, ეს შევხვდით მშენებლები ასე შემდეგ, მაგრამ მოხდა ისე, რომ უცებ ეს ყველაფერი ეს გეგმა აღარ განხორციელდა. ანუ ინვესტორები მოძებნილი ყავდა, ჩვენ კი არა მარტო ცენტრპოინტსო. მე არ ვიცავ ცენტრპოინტს ახლა თავისთავად ცხადია. მე ვყვები იმას, რაც ამბობს რუსლან კერვალიშვილი ამ ინტერვიუში. მაგრამ ეს გეგმა არ განხორციელდა. გარდა ამისა, აქ ამბობს რუსლან კერვალიშვილი ძალიან მნიშვნელოვან დეტალს და ამბობს, რომ ჩემს წინააღმდეგო, პირადად ჩემს წინააღმდეგო შავი პიარი დაიწყო ჯერ კიდევ 2010 წელს. აქ ასახელებს ის გიგი უგულავას, ასახელებს ზურაბ ადეიშვილს და ამბობს, რომ იმ შავ პიარის ორგანიზატორები, როდესაც წვავდნენ ჩემს ფიტულებსო პარლამენტთან, ეს ცნობილი ამბებია ჯერ კიდევ 2012 წლამდე, ის ადამიანები, მათ ყველამ იცია, რომ მე ამის შესახებ ვიციო, დღეს არიან ქართული ოცნების ხელისუფლებაშიო, ზოგიერთი ადამიანი. ესე იგი, თავისთავად ცხადია, რომ რაღაც შეკითხვები ჩნდება, ინგა, ხო ესია მინიმუმ. აი რა შეკითხვას და რა შეკითხვა ადამიანები, მაგალითად, მე ამ ინტერვიუში რასაკვირველია ჩავეძიე ეს მოდული სიტყვა დღეს, თუმცა მან არ დაასახელა და თქვა, რომ მე უნდა დამიცვალ სახელმწიფომ, როგორც უნდა დაიცვას დაზარალებულებიც სახელმწიფომ. ამიტომ ჩვენ ვართ სახელმწიფოს მსხვერპლი, ანუ სახელმწიფო პოლიტიკის მსხვერპლი. თუმცა ის იყო მათი გუნდის წევრი, ხო? მე ვიყავი იმ გუნდის წევრი, აქ ამოწე ძალიან საინტერესო ფრაზას, ეს არის აი დექსუსთან დაკავშირებული მოვლენები. მე შევხვდი გიგი უგულავას და გიგი უგულავა მითხრა ასეთი ფრაზაო, რუსუდან მზად ხარ რომ გაიაროს სპილენძის მილებშიო და მე ვთხარი რომ მე გამომაგზავნა ჩემმა ოჯახმა და მე ყველაფრისთვის მზად ვარო. და აქვე ამ ინტერვიუში სათაურიც ეს აქვს, ამბობს რუსუდან კერვალიშვილო, მე ჩემი და დავტანჯე და ოჯახიანად გავანადგურე. ანუ მე მაშინ ესეთი საბეჭდილება შემექმნა, რომ ეს იყო ერთგვარი შურისძიება, რომელიც დაიწყო ჯერ კიდე ნაციონალური მოძრაობის დროს. მადლობა, დაგიბრუნდები ისევ. გაგრძელდა კი ბატონო. გაგრძელდა ამ რეალობაში. კი ბატონო, კარგი, ნინო ორდენძესთან გადავალ. ახლა ხაზზე კი ყავს ასევე ერთ-ერთი დაზარალებული ნინო. შენი სათქმელი რა არის დღეს? მე პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მწუხ ვარ, იმიტომ რომ არიან უამრავი დაზარალებულები და არავის არ ეგონოს, რომ რაღაცნაირად ძალიან ცოდოები არიან ეს ხალხი, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ზოგი სადღაც მუშაობდა, აგროვებდა ფულს, ზოგმა კრედიტი გამოიტანა, შეიძინეს ბინები და აქედან გამომდინარე აღმოჩნდნენ ესეთ სიტუაციაში, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ ცენტრპოინტი იყო ერთადერთი შემიძლია ვთქვა ხმამაღლა იმ დროს სამშენებლო კომპანია ყველაზე ძლიერი, რომელსაც აშენებული აქვს უამრავი სახლი, უამრავი ბინა. ანუ ესე არ მოსულა, მაგრამ მეორე მომენტია, რომ 2008 წელს, როდესაც მოხდა ომის შემდეგ, აგერ ბრძანეს ბატონებმაც, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ ფაქტიურად პირდაპირი დარტყმა მოხდა სამშენებლო ბიზნესზე. ანუ ძალიან დიდი დარტყმა განიცადა სამშენებლო ბიზნესმა და მე როგორც ხდება საერთოდ ყველა ბიზნესში რაღაცა ერთი ფეხი
ოჯახი ამოუტრიალდათ და მიყვა რაღაცნაირად ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ამაზე დაზარალებულებმა არ უნდა აგონ პასუხი და ისინი არაფშუაში არ არიან და აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ, მაგრამ დღეს აქ სხვა რეალობაა. მე მაინტერესებს ამ ადამიანების დაკავებით რა შეიცვალა დაზარალებულებისთვის. აქ არაფერი არ შეცვლილა. იქნება ეხლა არ გვინდა მე ნაკლებად კომპეტენტური ვარ და არც მინდა რომ შევეხო რომ ეს რაღაცა პოლიტიკური ან ასე შემდეგ. მე უბრალოდ რომ ადამიანურად მინდა რომ რაღაცნაირად იქნებ მივიდეთ იმ რაღაცა კონსენსუსამდე რომ რაღაცა გადაწყდეს რომ სახელმწიფოც გვერდში დაუდგეს. ეს ნიკამ ახსენა წეღან რომ არსებობს ინვესტორი, ხო? რა თქმა უნდა, თუ ინვესტორი არსებობს და არის კეთილინება აქედან გამომდინარე, გაჩნდა შანსი უკვე ამ დაზარალებულების რეალური დაკმაყოფილებით, ხო? რაღაცნაირად იქნებ მოხდეს ის, რომ გაფორმდეს რაღაცა საპროცესო იქნება თუ რაღაცა ხელშეკრულება იქნება, რომ ეს ხალხი რეალურად ამ ხალხის კარგი შევეხე ერთი კვირა ვიღაცას რაღაცა გული მოიფხანოს და გაუხარდეთ, რომ მაგალითად დღეს რუსუდანი დააკავეს მაია ციხეშია, გუკა მარტო იმიტომ არის ციხეში, მხოლოდ იმიტომ რომ ამ ოჯახის წევრია, მაგრამ რეალურად მათი პრობლემა ამით არ გვარდება და იქნებ რაღაცნაირად მოხდეს ეს რაღაცა შეთანხმება, რომ დაზარალებულების დაკმაყოფილდეს და ეს ოჯახი უკვე დღეს მე ფაქტ ეს ოჯახი არანაკლები დაზარალებულია, იმიტომ რომ ფაქტიურად ვახო საავადმყოფოში რუსუდანი დღეს დააკავეს, მაია ძალიან მძიმე მდგომარეობაში ციხეში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში და პლუს ამით ეს გაუსტუმრებელი ვალდებულება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ციხიდან კი არა, ჯერ ესეთის მანამდე რა თქმა უნდა კითხვაც გაჩნდება, რომ აქამდე რატო არ ქნეს, მაგრამ ნუ კარგით მოხდა, იყო შეცდომა. რაღაცნაირად ეხლა იქნებ დაუდგეს სახელმწიფო ამ ხალხს გვერდში, ხო? ჯერ ესეთიც ნიკიტინჩამ ახსენა, რომ ყადაღები არ არის მოხსნილი, იქიდან რითი რა უნდა დააკმაყოფილონ, ხო? თუ არსებობს ინვესტორი და წავიდნენ რაღაცა ხელში, რა გააფორმოთ რაღაცა ხელშეკრულება, იქნებ დაეხმარნონ და ეს დაზარალებულებიც მე ვთვლი, რომ თვითონ მათი სურვილიც უნდა იყოს, იმიტომ რომ მაია და რუსუდანის ციხეში იმითი რა ქვია, ყოფნით, მათ ხო არაფერი, მათ ხო არაფერი. აი ერთი დაზარალებული ყავს, ეხა ხაზე მოგცემთ ირაკლი და ნიკას სიტყვას, ასევე მაგიდასთან სტუმრებსაც. ეს არის გიორგი ნაზღაიძე, რომელიც სატელეფონო ჩართვით შემოვა ეხა რეაქციაში. გიორგი, როგორ გესმით ჩემი საღამოს? კარგად, ინგა, მოგესალმებით, ყველას მივესალმები, დამსწრე საზოგადოებას, ვინც ხართ მან. ერთ-ერთი დაზარალებული, დღეს ძალიან გული მწება, რომ არ ვარ თქვენთან გადაცემაში. ჩვენ გიკავშირდებოდით სხვათა შორის და თქვენთან ვერ გამოვედით. ქალაქიდან ვიყავი გასული სამწუხაროდ. მე უბრალოდ გული მწება იმაზე, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი საუბრობს ამ თემაზე, გაოცებული ვარ, ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, არც ერთი ქმედება ამდენი წლის განმავლობაში ინგა არაფერი ჩვენს სასარგებლოდ არ გადაწმულა. ერთ-ერთი ქმედება, რომელიც ქრონიკა პლუსში ძალიან დიდი სტატია მიწვია, და როდესაც მე მიხში, და როდესაც ჩემ მეწინააღმდეგ. ამით ვიყავი გაოცებული. ვერ მივხვდი ამას ძალიან ბევრი რა მოყვა და ასე შემდეგ ყველაფერი. ხა მინდა შევეხო ერთ-ერთ თემას ამ მიკერძოებულებას ცნობილი სახეებისგან, რასაც ვკითხულობ დღეს სოციალურ ქსელში და რასაც ვიცნობ დღეს თქვენი ეთერი. და საერთოდ ზოგადად რაც ხდება, იცით რა არის? ესეც ცნობილი სახეები სამეგობრო წრეში ძალიან ბევრს ხავს. ეხლა ყველა ხარე რომ გამოვიდეს დადგენდა ვიღაცის ხარე დაიჭირონ და ისინი ცოდვებიან, ისინი ასწრებენ. მე მგონი ამ გადაცემაში არავის მხარდაჭერა არ ყოფილა. მოდი ღიად თქვათ, გიორგი, არა, მე გეტყვი რატომ გაწყვეტინებ ეხა და შემდეგ განაგძე შენი სათქმელი. ამ გადაცემაში მე ვერ მოვისმინე რაიმე მხარდაჭერა ამ გადაცემაში. ყველა ამბობდა იმას, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რომ ეს დაზარალებული ადამიანები რამენაირად დააკმაყოფილონ მათ. არა, მე რატომ გითხარი, იცით? მე არ ვარ იმ კატეგორიის ჟურნალისტი, რომელიც ცნობილ სახეებს ჩამოამწყრივებს დარბაზში და ვიღაცის მხარდასაჭერად ალაპარაკებს. არის მის გიორგის ხმა და ვთხოვ საეთეროში, იქნებ გაასწორონ ეს ხმა თუ არის საშუალება. ინგა არ გესმის? კი, ეხლა ისმის, დიახ. რა სოციალურ ქსელს შეგიძლიათ გადახედოთ დღეს რომ არ ვაკეთებ კომენტარს ყველანაირად ვიკავებ თუ რაღაც ჩარჩავებ თუ რაღაც პროვოკაციაში რომ დარსო ჩვენ შენ გვერდით ვარ დარსო დაიწყე მიტინგები და ჩვენ გამოვალ და შენ გვერდში დავდგებ ხალხო 5 წელი ველოდები მე მაგრამ არიან დაზარალებულები რომლებიც ველოდებიან 10 წელი ვინეს თქვენ რომ ნახოთ თითოეული ის ადამიანი თქვენ შემდგომ მაინც ცოტათი მაინც შეიძლება დაფიქრდეთ მე არ მიგეუნებ ინდა შენ და ზოგადად ვიძახე ამას ვინც რაღაცა ესეთი გამოსვლებით ფიქრობენ და წერენ სტატუსებს. თქვენ სანამ არ ჩადგებით თითოეული დაზარალებული მდგომარეობაში ვერავინ ვერ მიხვდები რა არის 10 წლის განმავლობაში.
შევდო შენ საკუთარ ბინას, გადაიხადო ამაში ძალიან დიდი თანხა და მithume 100.000 რო გადაიხდიდა ხო, ხოხტები რამხელა თანხა იყო. და როდესაც ჯობელი ოჯახის წევრი მიდის ემიგრაციაში, იმიტომ რომ ჩეულიშვილება არ მოგცე შენი კუთვნილი ბინა, არ შეგიშე შენ კუთვნილ სახლში, დღეს ნაკირავებში გიწევს ცხოვრება და შენი მშობელი მიდის იმისათვის რომ იმუშაოს. გიორგი, გამოსავალი რა არის? აი, მე რატომ გეკითხები, იცი, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე. ანუ მათი დღეს ციხეში ჯდომა არის კი გამოსავალი. თუ როგორც აქ ამბობდნენ, სახელმწიფო გვერდით დაუდგეს, რაღაცნაირი ხელშეწყობა მოხდეს, არ ვიცი რომ დაასრულოს ამ ხალხმა. მე აკითხა რომ გამოსავალი არის პატიმრობა. არ არის მithumetes ხალბატონები რომლებიც თან ამხელა ხალბატონები არიან მე შევთავ შეურაცხყოფი რომ ეს მონაწილეობა ცუდად ისმის ძალიან გიორგის ხმა გაასწორეთ დიახ გეტყვის ინგა ჩემი განაგძეთ დიახ ხო შეურაცხყოფილად მიიღო ვიგზენი დღეს რომ ამ ასახში ერთ-ერთი მონაწილე ჩავთვალეთ შემიცავე რომ ამხელა ხალბატონები პატიმრობაში გაუგეს მაგრამ გამოსავალი ესე რო ვთქვათ შეულიშვილებს თვითონ ცენტრპოინტ ამ ფიქრის განმოვიდა ეპოვა. როდესაც ევროპა მოვიდა მართლობაში და როდესაც გადასცეს ეს კუთვნილი ქონება დაუბრუნეს მათ. მადლობა გიორგი, ძალიან მოკლედ უნდა თქვა, ძალიან ცუდად ისმის ხმა. ჩემი ერთი თხოვნა იქნება, ხო, ერთი თხოვნა იქნება ის რომ პოლიტიკურად არ იყოს ეს უკვე ყველაფერი გაშუქებული და გაჟღერებული და ცნობილ სახეს ცხოვრობ. ცოტათი თავი შეიკავონ ზედმეტად ნუ აღიზიანებენ დაზარებულ ადამიანებს. გამოსავალი არის ერთი. თავრობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამაში, იმიტომ რომ ჩვენ თავრობას თითოეული ადამიანი ჩვენი ჯიბიდან ყოველწლიურად უხდით ხელბას იმისათვის მადლობა გიორგი, სამწუხაროა რომ არიყავი აქ ჩვენთან ერთად სტუდიაში, საინტერესო რესპონდენტი ხარ ნამდვილად. მე მადლობას უხდი გიორგი ნაზღაიძეს, ვემშვიდობები, გისმენთ ნიკამ ჟავანაძეს ვაძლევს სიტყვას. იცით რა არის, უბრალოდ არ ჩავერთე საუბარში, არ მიყვარს ჩაჭრები და გამოითქვა ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა რომ აი რატო გააკეთა ეს ხელისუფლებამ, რატო გააკეთა ეს ხალხი პროკურატურასთან მივიდა. კი, მაგრამ ხელისუფლება იმისი არის, თუ დანაშაული ხდება და რაღაცა რეაგირება განახორციელოს მასზე. აი ახლა სულ ახლახანს საკრედიტო ფინანსურ კომპანია საქართველო, რომელსაც ასევე საკმაოდ ბევრი მიანაბრები ყავდა, აგრეთვე მისი ხელმძღვანელი იქნა დაპატიმრებული და რაც ქონება ქონდა დაუყადაღეს. ანუ ეხა ისე ნუ ხდება წარმოჩენა, იცით რა, ყველაფრის პოლიტიკასთან დაკავშირება არ შეიძლება, იცით? ადამიანები რომლებსაც ეთყობა შე ვერ გაიგე, მე პოლიტიკოსი ვარ და მე დავინახე ერთი წამი შენ ესეთი ხო ერთი წამი მე ხო არ ჩავჭრილო ეხა პოლიტიკოსი ხარ თუ არა ეგ საზოგადოებამ უნდა განსხვიდო ესეთი აქტიური არა ეხა პოლიტიკოსი ერთი წამი არა კი არ ყვირი ვარ ერთი წამით მე არ ჩავჭრილ ვარ თქვენ ვერ გაიგე ვერ ჩაწლი ჩემს ხო შეიძლება დავამთავრო შენ ერთი რამე ვერ გაიგე მე ვიტყვი ერთი წამი არა დაასრულოს ნიკამ და ირაკლი მე შენ იცით რა მე არ ვიტყვი არა არა დრო გვაქვს ჩვენ ცოტა აქაც უნდა მოვასწრო ნიკა ელემენტარული ხილობა უნდა გქონდეს რომ დამამთავრებელო დილობაზე მიუთითე შენ ელექტორატს სადაც შეიძლება მოგისმენო ელექტორატი შედი რომელი იყო იცი 2008 რამიშვილი რომ მოვიდა და მიშა სხვა პრობლემაზე ვსაუბრობ მაშინ უნდა ყოფილიყავი ესეთი აქტიური იცი როდესაც მოვიდა შენთან ჟურნალისტი და მიხეილ ზაკაშვილზე ერთი ნაკლი თქვიოდა ის ვერ გაბედე რომ გეთქვა ერთი ნაკლი ეხა ცოტა არ იყოს უხერხულია შინაარსის გამოტანა შეთის პრობლემა არის ალბათ გვაქვს დარჩენილი 15 წუთიდან მე ერთი რამე მინდა თქვა ეხლა თვითონ აგერ ბერიძე იყო მობრძანებული და თქვა რომ აქ პოლიტიკური მომენტი გამოირიცხა. აგერ ბატონი იყო ურბანისტი, რომელმაც ილაპარაკა. ეხლა 2008 წელის ომიც რომ არ მოხდარიყო, სამწუხაროდ ცენტრპოინტს დაემართებოდა ის რაც დაემართა. მადლობა. ეგ უკვე ის არა, იმიტომ რომ ეს იყო პირამიდა სისტემა, რომელიც სხვათა შორის რუსეთში მოქმედებდა. თუ შეგიძლია ანგარიში გამიწია პირამიდა სისტემა იყო, რომელიც პირამიდა სისტემაც დაინგრა რუსეთში ძალიან ბევრი კომპანია დაინგრა ასეთ სისტემით და აგერ ეხლა ამ საქმის სპეციალისტებია მარტო ბატონ ნიკოს არ უთქვია აღნიშნული ინიციატივა რომ ესეთი რაღაცა სხვა კომპანიებსაც დაემართა. ინგა რო შესვლას დღეს ეს პოლიტიკურ ჭრილში ყველაფრის გადატანა არ შეიძლება. დიდი მადლობა ნიკა ირაკლი. მე მინდა საზოგადოებას სრული პასუხისმგებლობით უთხრა რატომ დავინახე სახელმწიფოს და ხელისუფლების ბრალეულება რატომ იცი აი 4000 მოქალაქეს მიმართა მე ხა ნიკა ჟავანაძის კომენტატორი ვერ ვიქნები არ ჩემი კოლეგა ეს NGO-ს არ მოადგენს პოლიტიკოსი რო იყოს შევიდოდი დებატში არანაირი ინტერესი არ მაქვს
დავასრულებ. აღმატებულად არა. აი 4000 მოქალაქე ზინგა თქვენი ეთერი. ერთი წამით. ინგა, აი ხა თქვენი ეთერიდან 4000 მოქალაქეს მინდა მიმართო. აი თქვენ სულ ყველას თქვენ ხელისუფლება მოგატყუათ. აი ხა ხვალ ან ზეგ თქვენ გამართავთ აქციებს მთავრობის კანცელარიასა და მე დავდგებით თქვენ გვერდით. თქვენ აქციებს გამართავ პროკურატურასთან, დავდგებით თქვენ გვერდით, მაგრამ გამოვა ვოლსკი, გამოვა თუნდაც ჩემი მეგობრები ხელისუფლება და გეტყვია რომ ჩვენ რა ვქნათ. აგერ პროკურატურამ თავისი სიტყვა გამოიტანა და დაასრულა პროცესი. მაგრამ მე მინდა იცოდეთ თქვენ. თქვენ ხართ მოტყუებული დღეს. თქვენ ხართ გადაგდებული, როგორც სეტპოინტმა შეიძლება გადაგაგდოთ და დიახ სეტპოინტმა ბევრი დანაშაული შეცდომა დაუშვა. ირაკლი ხა იცი ნიკა მასალე რა შენ შემოგევლე. შენ საიდანაც აიღებ დირექტივებს აიღებ. ცოტნე და აი ცოტაშვილის მაგონებს ძალიან იმიტომ აი ესეთი სპექტაკლია. ესე ახლა ესეთი კოდირება გავეთა. ეს დაამუშავე ირაკლი თუ რა ხდება რა. აი ერთი ძალიან რთულია გამახსენე შენმა თავმა. ნიკო ჟავანას რომელიც დაარიგებს დავალებებს ზარუ. მადლობა. მე მინდა გითხრა. დამუშავებული ქონდა ეს. ზურგით ხართ მაყურებელს. 4000 მოქალაქე მოთხოვებულია. ორი ქალი ციხეშია. მალე არ ვიცით რა დღეში ჩავარდებიან. მე ყველაზე მეტად სოლიდარული ვარ 4000 მოქალაქის და ამის შემდეგ ორი ქართველი ქალის ციხეში. მადლობა დიდი. მე თუ შეიძლება დავტოვე ნიკა ჟავანას ირაკლი ღლონტმა ესე იგი ბენეფისი მოიწყო. კარგი, დიდი მადლობა. კარგად ძანდებოდეთ. ვემშვიდობებით ირაკლის და უნდა გადმოვიდე მაგიდასთან. დაგვჭა ძალიან ცოტა დრო გისმენ. კარგი. ეხლა ყველას გაძლევთ რა. გამოდიან საუბრობენ რაღაცა ნიკა მოკლედ გთხოვთ იცით რა შეასაქმე მეც გული შემტკივა იცით რა არის ხა ისი არ გავიგოს რომ ვიღაცა რომ ლაპარაკობს დაზარალებულებზე ამ შემთხვევაში ვიღაცა არ ტკივა თქვათ რჩეული შვილები მაგრამ აი ესეთი პოპულიზმი იაფასიანი ესეთი იაფასიანი პოპულიზმი გუპავს ქვეყანას რა ძალიან დიდი მადლობა დრო აღარ გვაქვს მეგობრებო გადმოდივარ მაგიდასთან ნიკა ჟავანაძეს ვემშვიდობები წარმატებას გისურვებ ნიკა და გადმოდივარ მაგიდასთან გაძლევთ სიტყვას თითოეულ თქვენგანს გისმენთ აკო აი გონია მომიტევეთ მაინც მეგონა რომ ეს ეთერი მაინც აღმოჩნდებოდა ისეთი რომ აი ასეთი პოლემიკა არ იქნებოდა ნიკა თქვენს გეხებათ და ირაკლისაც არ არის ახლა ამის დრო 4000 ჯოჯოხეთ გამოვლილი ადამიანი დგას და გიორგი ნაზღაიძეს მინდა შენიშვნა მივცე ზუსტად იმიტომ ვართ, მხოლოდ იმიტომ მოსულები, რომ რაღაც გამოსავალი ვნახოთ. რაც შეეხება დანაშაულს, მე მიკვირს ხოლმე, იცით, პოლიტიკას როგორც კი გაეკარებით ადამიანები, ყველას დანაშაულს გამოკვეთავთ ხოლმე, დედამიწის ზურგზე. ოღონდ არ ახსენოთ სადმე ხელისუფლების დანაშაული. ეს არის ჯაჭვური რეაქცია. როდესაც ხელისუფლება 25 წლის განმავლობაში მოატყუებს თავის მოქალაქეებს, შეარყევს ბიზნესს, გადააგდებს, მერე მოხდება ინფლაცია. მერე ის ბიზნესმენი იძულებული არა 72000 იხადოს 32000-ით მაგივრად. მერე გაუჭირდება და აღმოჩნდება ისე როგორც არ არის ყველა ერთნაირი ჭკუის და სიძლიერის პატრონი და ფრთხილი. აი ეს ქალბატონი ვერ აღმოჩნდა ფრთხილი ჩაუვარდა ბიზნესი, მოხდა ზეგნაშენი, დაერთო უსინდისო პოლიტიკოსების გამოსვლა, ჩაითრია ამ ყველაფერმა 4000 ჯოჯოხეთში მყოფი ადამიანი დგას გარეთ. თქვენ ერთმანეთში პოლემიკობთ, როგორ არ აქცხვენიათ. მხოლოდ იმიტომ მოვედით, რომ რაღაცა გამოსავალი, აი აქედან ნუ წავალთ ისევ, თხოვოთ ახლა ძალიან კარგი იყო მალხაზი, რაღაცნაირად აი გამოსავალი ვიპოვოთ. უყურა და მასშტაბებრივი ტონით არ გინდა რა. ეხლა ყველას ჩვენი პოზიცია გვაქვს, ესე ნუ დავკავოთ და ასე მგონია ჯოხით ეხლა მასშტაბებრივი ჯოხით პოზიცია. არ შეიძლება ყველას თავისი პოზიცია აქვს. შეუძლებელია თქვენთან საუბარი. ერთი წუთი. ყველას თავისი პოზიცია. შეიძლება გამოსავალი ვნახოთ, ხო? და გამოსავალი ვნახოთ, რომ იქნებ როგორმე ის 4000 ადამიანი პერსპექტივაში, აი რამოდენიმე თვეში შევიდეს და ნახოს თავისი საცხოვრებელი დინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს არის ჩვენისთვისაც ჩარკვიანს მადლობას ვეუბნები მალხას გადმოვდივარ შენთან. მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მართლაც კარგი იქნება თუ სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთვება მსგავსი ტიპის პრობლემების მოგვარებაში, როგორც ვანომ წაიკითხა და
მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მერიას ჰქონდა მსგავსი ტიპის პროგრამა, სადაც 100 გაჩერებული მშენებლობის მოგვარება უნდათ, მაგრამ რატომღაც ეს პროექტი დაივიწყეს, თუმცა მე მიმეჩნია, რომ ქვეყანაში სადაც გაჩერებული მშენებლობაა, რა თქმა უნდა, ეს 2008 წელს გაჩერდა იმ გიჟის მოქმედების შედეგად, რომელიც ქვეყანას მართავდა 9 წლის განმავლობაში, მაგრამ დღეს სახელმწიფო არის ვალდებული და აუცილებელია რომ ამ მშენებლობებს რაღაცა ეშველოს. მარტო ცენტრ პოინტი არ არის. ძალიან ბევრი მშენებლობა. არ არის ხო წეგან როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ მაშინაც ბევრი ფაქტია. ხალხო სიმართლეს შევხედოთ ყველა მთვალებში. ცენტრ პოინტი არ არის ერთადერთი კომპანია რომელმაც დააზარალა სხვები. აქ ბატონმა ნიკომ თქვა თუ არ ვწდები ეს უბრალოდ მასშტაბური იყო. ხო, მოცულობა იყო დიდი თორემ ძალიან ბევრი კომპანია არის რომელიც ამ დღეშია და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში. ასევე მე მინდა დავამატო აქვე, რომ კარგი იქნება თუ შეფასდება ზოგადად, თუნდაც აი კონკრეტულად ცენტრ პოინტის აშენებული შენობა. ეხლა ითქვა, რომ თითქოს პირამიდაა. პირამიდა არის, როცა არაფერი არ არის აშენებული და ცარიელ ჰაერს ყიდიან და ეს რაღაც აშენებული არის, ეს ფართი არსებობს. ეხლა როგორ ფიქრობთ თქვენ, ადრე თუ ღირდა სიტყვაზე 2008 წელს ეს $500-600 ეხლა ხო გაცილებით მეტი ღირს იგივე ადგილას. ახლა მე ვერ ვიტყვი, რომ ცენტრ პოინტს უდ ადგილებში ქონდა ადგილები აღებული. ეს ადგილები თვითონ კარგი ადგილებია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ხელს შეუწყობს, ხელის შეწყობაში დაიგულისხმება, ანუ გამოუშვებს შეგავათიანი კრედიტი, გამოშვება, მენეჯმენტი ვიღაცამ ხო უნდა განახორციელოს, არა? ელემენტარულად ამის შედეგად მოხდება ის, რომ დალაგდება. თუმცა მე მთელ პასუხისგებლობას ვაკისრებ წინა ხელისუფლებას, რომ 2008 წელს გააჩერა არტო ცენტრ პოინტი არა, მთელი მშენებლობები და ის 4000 კაცის და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეხლა არც ცენტრ პოინტებში მომუშავე ადამიანები არ არიან ანგელოზები, მათაც მიუძღვით რაღაცა ბუნებრივია ცუდი წვლილი ამაში, მაგრამ ჩვენთვის თავარი ამოცანა უნდა იყოს რომ გადავარჩინოთ ის 4000 უსახკარო ადამიანი, რომელიც ძალიან მდგომარეობაშია, ხო, ამ ადამიანთა უმრავლესობა კი არა, ალბათ ხო. დღეს არის ზეადღამსახურდიას დაბადების დღე, რომელიც იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ესეც სახელმწიფოებრიობის გამოხატულებაა, რომ ჩვენ ეს გავიხსენოთ და რეფერენდუმის დღეა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პირველად მაშინ დააფიქსირა 31 მარტს. დიდი მადლობა, გადავდივარ შეკითხვით, უკაცრავად სიტყვით ნინოსთან, ნინო გისმენთ, შემდეგ გვანო და დაასრულებს შემდეგ ბატონი ნიკო. გისმენთ. იცი რა, ინგა, მე მინდა რომ რაღაცა ჩვენი ეს დღევანდელი გადაცემა რაღაცა გამოიტანოს, რომ არც პოლიტიკაზე არ მინდა დღეს საუბარი და არც არაფერზე და არ მინდა ეხა ის თქვა წინა მთავრობის ბრალი იყო თუ ეხლამდელი მთავრობის ბრალი იყო. ფაქტია, რომ დღეს სახეზე გვაქვს 4000 დაზარალებული, 2 ქალბატონი პატიმარი, რომლის დაკავებითაც აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ არც ანუ ამითიც რაღაცნაირად არ ვაჭრობ და არ ვიძახი რომ რატომ ქალი კი რა თქმა უნდა თუ დამნაშავე აბსოლუტურად ყველა უნდა დააკავო მაგრამ არ ვიცი ხა მაინდა-მაინც როგორი აუცილებლობა იყო თქვა მაია და რუსუდანის დაკავებით რა შეიცვალა ეს კიდე საკითხავია მაგრამ მე მგონი ძალიან კარგი იქნება რომ სახელმწიფოც ჩაერთოს რაღაცნაირად და დაუდგეს ამ ადამიანებს გვერდში რეალურად თუ სახელმწიფო ფიქრობს ამ 4000 ადამიანის დაკმაყოფილებაზე მაშინ აუცილებლად იმიტომ რომ ნუ ხა თუ უბრალოდ ესენი დააკავეს და ამით პასუხისგებლობა მოიხსნეს ეს დაზარალებულები ძალიან მალე ხა მიადგებიან და მერე დაუწყებენ ეხა რომ აბა ეხა ისქენით ესქენით თუ ვერაფერს ვერ იზამეთ. აქედან გამომდინარე ძალიან კარგი იქნება რომ იქნებ დაიწყოს მოლაპარაკება თან თუ არსებობს ეს ინვესტორი რომ შეუწყოთ რაღაცნაირად ხელი რომ რაღაც იქნებ გამოუშვათ პირველ რიგში არ ვიცი რამდენად ეხა სამართლებრივად ეს შესაძლებელია რომ იმიტომ რომ თვითონ მე როგორც ვიცი მაია უფრო უკეთესად არის გარკვეული ამ ყველაფერში და რაღაცნაირად ჩაერთონ ყველანი ამ საქმეებში და მოხდეს ნელ-ნელა დაიწყოს ეტაპობრივი დაკმაყოფილება ამ დაზარალებულების და არ გვინდა ამ რაღაცა სასწაული ტრაგედიით რაღაცა ეს აი ხო ხვდებით რაღაცა ძალიან სამწუხარო ამბავია ძალიან მიჭირს და ძალიან ტკივა ამაზე საუბარი რა იმიტომ რომ აი ერთი ადამიანს რაღაცა ფეხია ეს იყო ოჯახი რომელსაც აბსოლუტურად ყოველთვის პირველები იყვნენ რომ ვიღაცას დახმარებოდნენ ყველგან მონაწილეობას ღებულობდნენ და უცბად ეხა ამ ადამიანებს ფეხი ამოუტრიალდათ და თქვენ დამნაშავეები ხართ და ეს როგორ მოგივიდათ ეს ყველა შეიძლება დაემართოს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია მაგრამ დღეს ნუ შევხედავთ ამ თვალით
ამათ გამოც და იმ 4000 დაზარალებულის გამოც რაღაცნაირად იქნებ აი მივმართავ ვისაც ხელეწიფება ეს ყველაფერი რომ რაღაც გულით მოეკიდონ და დაეხმარო. დიდი მადლობა ნინო. ვანო, გადმოდივარ შენთან და ბატონი ნიკო დაასრულებს. ინგა, შენ ანონსში თქვი არის თუ არა სამართლიანობის აღდგენა. მე როგორც ჟურნალისტი, რომელიც ხვალ შევხვდები თქვა ხელისუფლების წარმომადგენელს, აუცილებლად ვკითხავ. მე მაინტერესებს. მე არ ვიცავ რუსუდან კერვალდიშვილს და მაია რჩეულიშვილს. მე უბრალოდ მაინტერესებს. იმ 4000 დაზარალებულისთვის აღდგა თუ არა სამართლიანობა რუსუდან კერვალიშვილის დაპატიმრებით და ციხეში გაშვებით. რა მიიღეს ამ ადამიანებმა? სად ხედავთ სამართლიანობის აღდგენას? ხო შეიძლებოდა, ხო? ამავე ინტერვიუში რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ 2013 წლიდან ჩამორთმეული ჰქონდათ პასპორტები, პირადობის მოწმობები, მაიასაც და რუსუდან კერვალიშვილს. ჩამორთმეული ჰქონდათ პასპორტები და ანუ ისინი ვერ დატოვებდნენ ქვეყანას, აგერ ამ ინტერვიუში ამბობს. ანუ საფრთხე არ იყო, რომ მათ ქვეყანა მიმალულიყვნენ, გაქცეულიყვნენ ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს არის 2016 წლის აგვისტოშია ეს გამოქვეყნებული. შესაბამისად, თუ სამართლიანობის აღდგენაზეა ლაპარაკი, ხო, ოღონდ 2013 წლიდან აქვს ჩამორთმეული, როგორც აქ ამბობს. მაშინ გაეყიდათ აუქციონზე იმათი ქონება, ყადაღა მოეხსნა თუ დღეს უხსნა, ხო? მე ვერ ხედავ რომ სამართლიანობის დრო აღარ არისო, მეუბნებიან ბატონ ნიკოს ვაძლევს სიტყვას. ისე ვანო პავლეაშვილის ნათქვამიდან მე რაც ჩამჩა არის არჩილ კბილაშვილის სახელის და გვარის თემა. ჩვენ აუცილებლად შევეცდებით რომ გავარკვიოთ, იყო თუ არა ამ მასალებში თავდაპირველად არჩილ კბილაშვილის სახელი და გვარი და შემდეგ მართლა გაქრა თუ არა. გისმენთ ბატონ ნიკო? მე ძალიან მიჭირს ახლა აქ გამოსავლებზეა საუბარი და ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი, იმიტომ ეს მე ვფიქრობ, რომ პროფესიული საკითხია და ამის გარკვევა ესე სურვილებით, მონდომებით და სატელევიზიო ეთერებით არ ხდება. ამას უნდა დაათვლა. მე ვფიქრობ ეს დაათვლილიც ექნებათ რა. არ არის ესეთი თემა. რა, იცი რა მომენტი არ რა კი საუბრობ ჩვენ ქონებაზე ვთქვათ, მაგრამ ამ ქონებას რატვირთი აქვს? როგორ არის დატვირთული ეს ქონება? ესენი ჩვენ არ ვიცით, ხო? ამიტომ ზეპირად ამაზე საუბარი არის ძალიან რთული რა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა შევდივარ ამ ხალხის მდგომარეობაში და იმასაც ვიტყვი რა, არ მე ვცდილობ რომ პოლიტიკას არ შევეხო. იმიტომ კი არა რომ არ მაინტერესებს. უბრალოდ არ ვეხები ხოლმე ჯერჯერობით. მე ერთ რამეს ვიტყვი, უბრალოდ რომ დღევანდელი პრობლემა დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებისთვის არ არის ესეთი აი ხო თქვით ვანო რომ რაღაცნაირად შურისძიება ხო არ არის და რაღაც მე დარწმუნებული ვარ რომ მსგავსი არაფერი არ არის რა და მეცაც გეტყვით რა ეს მე არ თქვი ამას რუსუდან კერვალიშვილის და ამ კითხვის მე დამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ მე ამ თემაზე მუშაობდი რა 2007 წლიდან მარტო ცენტრპოინტზე არა სხვა დეველოპერებზეც რა სხვა დეველოპერებზე შემიძლია ეხლა ლაპარაკი მაგრამ ეს თემა მე ვიცი ეს პრობლემები დაწყებულია იმ ხელისუფლების დროს აი პოლიტიკურია როცა 4000 დაზარალებული ამიტომ არ არის აი დრო აღარ გვაქვს მარტივად გეტყვი არა ერთ სიტყვას ვიტყვი რა ერთ სიტყვას ვიტყვი მარტო და მარტივად გეტყვი მაშინ როცა ხორციელდებოდა ეს ყველაფერი მაპატია ჯარგონზე იყო ფულების ახევები ასევე ახევდნენ ამათ ფულს რომელზეც კალბატონი რუსუდანი ვერ ლაპარაკობს ეხლა ბევრ რაღაცაზე არა ლაპარაკობს ამ ინტერვიუში მაგრამ აი ესენი ეს ხდებოდა მაშინ ყველაფერი გასაგებია რუსუდან კირვალიშვილს რა თუნდოდა დეპუტატობა მაინტერესებს რა თუნდოდა თქვენი აზრით რატომ იძულებული გახდა რომ გამხდარიყო დეპუტატი კი მაგრამ ჯობია რომ დღე გამოსავალზე ჯობია ლაპარაკი კიდე 9 წელი და კიდე წარსული უკვე. ძალიან დიდი მადლობა ნიკო კახეთელიძე, ვანო პავლეაშვილი, მალხაზ გულაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ნინო ორდეინძე, ნიკოლოზ მჟავანაძე. მე მათო მშვიდობები დავბრუნდები რეკლამის შემდეგ ძალიან მალე რამდენიმე წუთში.
გადაცემის დასაწყისში დავსვით ასეთი შეკითხვა ინტერაქტივში. აღდგა თუ არა სამართლიანობა, რომლის დაპირებითაც ქართული ოცნება მოვიდა 2012 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში. პროცენტები პასუხები პროცენტების მიხედვით ასე გადანაწილდა. მაყურებლის 22% ცოტა უფრო მეტი ფიქრობს, რომ 22.1 ფიქრობს, რომ სამართლიანობა აღდგა ქვეყანაში, დანარჩენი 77.9 მიიჩნევს, რომ სამართლიანობა არ აღმდგარა. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად, ერთმანეთს იმედია შევხვდებით სამშაბათს მთავარი თემით და საინტერესო სტუმრებით. ნახვამდის. მოვიდა ზოგადად